პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ქვეყანაში განვითარებულ პროცესების კვალდაკვალ დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ კვირის მთავარ თემას, რომელმაც ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთხელ გააქტიურა შევარდნაძის დროის ყველაზე გავლენიანი და სკანდალური მინისტრი. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის ტელეეთერს აღარ სწყალობდა. რკინის კაცი, ასე დავასათაურეთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე ვიბრძოლებ ბოლომდე და ამ ხალხს დავდებ ბეჭებს. მე რკინისა ვარ. მე ვარ რკინის. უკვე რამდენიმე წელია ის პირდაპირ ეთერში არ გამოჩენილა. უკვე რამდენიმე წელია აღარ საქართველოში ცხოვრობს და მოვლენებს მოსკოვიდან აკვირდება. ამბობს, რომ სათქმელი უამრავი აქვს და ამ სათქმელს ტელეეთერი თითქმის. დღეს პირველი არხის პირდაპირ ეთერში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოусმინეთ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, რომელიც ამ დღეებში კიდევ ერთხელ იქცა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ სკანდალურ ფიგურად. კახა თარგამაძის პოლიტიკური კვირა რა არის მისი მთავარი სათქმელი დღეს? საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე უარყოფითი ფიგურა განსახიერება ყველანაირი სისაძაგლის კორუფციის სისტემის შემქმნელი საქართველოში. საქართველოს ტრების სამსახურში პირდაპირ ყოფნით. ვერასდროს ვერ განმისაზღვრავს მე ვერც სააკაშვილი და ვერც მერაბიშვილი. სიას იმ ადამიანებისა, ვის შევხვდე და ვის არ შევხვდე. ნამდვილად ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა პოლიტიკური ლიდერი უნდა ჩამოყალიბდეს იმასთან დაკავშირებით, რომ რისთვის იბრძვის. მისი გვარი ლევან მამალაძესთან ერთად ამ დღეებში ხელისუფლებამ რუსეთიდან დაგეგმილ და მოსალოდნელ არეულობას დაუკავშირა. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კახა თარგამაძე საქართველოს მტრების სამსახურშია და მრავალი თვის განმავლობაში ის კრემლს კონსულტაციებს უწევდა საქართველოში შემოჭრის საკითხებზე. რა პასუხი აქვს კახა თარგამაძეს? რა შეხვედრა შედგა ბერლინში თარგამაძეს, გაჩეჩილაძეს, გამყრელიძესა და იაშვილს შორის? აპირებს თუ არა საქართველოში ახალი რევოლუციის დაფინანსებას? მოусმინეთ დღეს საღამოს კახა თარგამაძეს მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში. კახა და თარგამაძესთან დაკავშირებული ისტორია გრძელდება უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში. ამ მხარეს დგას კახა თარგამაძე და მისნაირი ოდიოზური ფიგურები. კახა თარგამაძის ნაირ ღირსეულ და პატრიოტთან ადამიანებთან ერთად ისე გაყოლებენ ამ ქვეყანას და ისე გაძერცვავენ, როგორც ამას აკეთებდნენ წლების წინ. ვინ გადაიღო ბერლინის სკანდალური შეხვედრის კადრები რეალურად და რა საფრთხეებს ხედავს კახა თარგამაძეში სააკაშვილის ხელისუფლება? არის თუ არა დევნა და თვალთვალი ოპოზიციის ლიდერებზე და რა ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას მათი თარგამაძესთან შეხვედრის თაობაზე? მოусმინეთ გოკა გაბაშვილის პოლიტიკურ კვირაში. მაშასე გადაცემას ხსნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც მოსკოვიდან პირდაპირ ეთერში გვერდება. მე მაგათ ყველას ბეჭებზე დავდებ, მე რკინის ვარ, ასეთი პირობა დადო თავის დროზე კახა თარგამაძემ ოპონენტების მიმართ რა სიტყვის ის დღეს. საღო მშვიდობისა ბატონო კახა, დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. უკვე რამდენიმე წელია თქვენ არ გისაუბრიათ არც ერთხელ პირდაპირ ეთერში და ვინაიდან დავთანხმდით მიგიღოთ მონაწილეობა, ვფიქრობთ რომ სათქმელიც ალბათ გაგვთ ძალიან ბევრი. ჩვენ გვექნება დაახლოებით 35-40 წუთი. და მე შევეცდები რომ ყველაზე აქტუალური საკითხები განვიხილოთ თქვენთან ერთად და ეს იქნება ისეთი შემთხვევა ჩემი მხრიდან, როდესაც მე შევეცდები რომ დაგისვათ კითხვები და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო ამ შემთხვევაში კახა თარგამაძისგან. მკვლელი ყველაზე უარყოფითი ფიგურა, სამშობლოს მტრების სამსახურში ჩამდგარი კაცი, რომელიც მტრებს მრავალი თვის განმავლობაში უგეგმავდა, კონსულტაციას უწევდა ქვეყანაში შემოჭრის საკითხებზე. კორუმპირებული, ყველაზე უარყოფითი და ასე შემდეგ. ეს ამ დღეებში გაკეთდა ასეთი ტიპის განცხადებები
გულისხმობთ თქვენი მისამართით ამ დღეებში კიდევ ერთხელ იქეცით ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და სკანდალურ ფიგურად ჯერ როდესაც ბეჟუაშვილი მივიდა პარლამენტში და შემდეგ მოსმენის შემდეგ გივით არგამაძე მამალაძესთან ერთად დაასახელა თქვენი გვარი რუსეთიდან დაგეგმილი არეულობის კონტექსტში და შემდეგ როდესაც გაცხადდა ის ცნობილი კადრები YouTube-ზე გამოქვეყნებული თქვენი შეხვედრა ბერლინში ლევან გაჩეჩილაძესთან დავით გამყრელიძესთან ერთად გისმენთ? საღამოშვიდობისა ინგა მოგესალმები, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. მე თითქმის 9 წელია არავითარი ინტერვიუ არ მიმიცია და არც ვაპირებდი არავითარი ინტერვიუების მიცემას. მე წავედი პოლიტიკიდან, ეს განვაცხადე 2001 წლის 1 ნოემბრის თვეში. გადავდექი ჩემი სურვილით და ამის შესახებაც მე ვისაუბრებ დღეს, რატო გადავდექი მაშინ, რატო მივიღე ეს გადაწყვეტილება და რა იყო ამ ნაბიჯის მთავარი მიზანი. და ის განცხადებები, რაც მე მოვისმინე, ყველა საზღვრებს სცილდება. ყველაფერს სცილდება, ადამიანურს, არაადამიანურს. მე ბევრი შეურაცხყოფა მომისმენია. მე მუდმივად ვიყავი შავი პიარის ობიექტი საქართველოში. მუდმივად. ტელევიზიების სხვადასხვა ახლა გასაგებია რომელი ტელევიზიის რუსთავი 2-ზე მაქვს ძირითადად საუბარი მაშინ და მის ხელმძღვანელობაზე გასაგებია რომ შავი პიარი იყო თუ რეალობა რომელიც იძლეოდა რაღაც ინფორმაციებს თქვენს შესახებ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ დიახ კი ბატონო რეალობისგან მე უბრალოდ მე ვიტყვი ჩემს სათქმელს ვიტყვი ინგა და მოგვიანებითაც მე ყველაფერს აღვნიშნავ და ყველაფერს აღვნიშნე მაქსიმალურად რაც შეიძლება მოკლე დროში მე მესმის რომ დრო ძალიან ბევრია ტელევიზიისთვის, მაგრამ ჩემთვის ძალიან მოკლეა იმის გამო, რომ 40 წუთში არ შეიძლება ჩაატიო ყველაფერი რისი თქმის სურვილიც მე გამაჩნია და რა საერთოდ რაც მაქვს სათქმელი. მაგრამ თავარი ეგ არ არის. თავარი დღეს არის ის განცხადება, რომელიც მე მოვისმინე საქართველოს პრეზიდენტისგან და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამოსულიყავი პირდაპირ ეთერში. მე მინდა მთლიანად საქართველოს მივმართო. მთელ ქართულ ხალხს მივმართო. არათუ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, ან ჩემი ხალხის წინააღმდეგ, ან ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, მე საერთოდ არავის წინააღმდეგ, არასდროს, არავითარ სისულელეში და პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიმიღია. მით უმეტეს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, მე როგორ გავაკეთებდი იმას, რომ ნაბიჯი განამედგა. ასევე იქნა განცხადებული, რომ მე ვარ რაღაც სპეცსამსახურების თანამშრომელი. ეს არის აბსურდი. ეს არის სისულელე. რატომ არის აბსურდი? ბატონო კახა, მოდი ჩაგეკითხებით მაშინ და გავშალოთ ეს თემა. თქვენ უარი თქვით საქართველოს მოქალაქეობაზე, ხელი მოგიწერათ. ამაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღეთ რუსეთის მოქალაქეობა. მოდით თქვა ღიად და პირდაპირ. პუტინის რუსეთში არავის მისცემდნენ საშუალებას ეკეთებინა ბიზნესი, ევლო თავისუფლად მიიღო მოქალაქეობა, მით უმეტეს შევარდნაძის დროის ყველაზე გავლენიან მინისტრს, თუ კი იგი არ ითანამშრომლებდა, ვთქვათ, უშიშროებასთან რუსეთის. ახმები თუ არა ან კრემლთან. იმიტომ რომ თქვენი კავშირების შესახებ თავის დროზეც იყო ძალიან ბევრი რამ ცნობილი, იგივე რუშაილოზე იყო საუბარი სწეპაშინზე და ასე შემდეგ. მოკლედ რევოლუციამდელი საქართველოს მინისტრი მიდის რუსეთში და მას არა აქვს კავშირი კრემლთან, გინდა თქვათ? მინდა ვთქვა ინგა რომ მე არავითარი კავშირი კრემლთან არ გამაჩნია 2001 წლის შემდგომ როდესაც მე წავედი პოლიტიკიდან მე არასდროს არც ერთ სახელმწიფო სამსახურში არც საქართველოში არც რუსეთში არ მიმუშავია მე არა ვარ ახლა იმ დონის ბიზნესმენი რომ კრემლისთვის საინტერესო ფიგურა ვიყვე შეიძლება კრემლისთვის საინტერესო ფიგურა ყოფილიყავი სხვა შემთხვევაში მაგრამ მე არა ვარ ის ადამიანი რომელიც ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ვინმეს გამოვადგები ეს იცის სულ ყველამ ვინც მე მიცნობს თუმცა დამეთანხმეთ რომ ძალიან ძნელია დღეს თავისუფლად აკეთო ბიზნესი თუ კი მათთან არ დაგისახელებდით მე რა მაქვს ინგა სათანამშრომლო მე სამარსლავიანი გენერალი ვიყავი რა მაქვს ვინმესთან სათანამშრომლო მე ერთ-ერთი ადამიანის გამოთქმა ვიცი აგენტები თქვენ ახართ თორე მე გენერალი ვარო ისია ჩემი საქმე მე თქვათ ოფიციალურადაც რომ მუშაობდე რატო დაიმალებოდა ეს იქნებოდა ოფიციალური განცხადებული მაგრამ მე სურვილიც არ მქონია საერთოდ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მე არ მინდა ინგა დღეს თავი ვიმართლო მე რა მაქვს თავის სამართლებელი მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის სიბინძურე ეს ჭუჭყი რაც ჩემს ირგვლივ მოვისმინე ეს აუტანელია ეს აუტანელია, იმიტომ რომ ადამიანი ჯობია ტყვიით მოკლა, ვიდრე სიტყვით მოკლა. მას რატომ გაკეთდა ეს განცხადება? ტყვია, ინგა მათქმევინე, ტყვია შეიძლება მხოლოდ მე მოხდეს.
და მეტყვიაზე ბევრჯერ წავსულ ვარ ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ სიტყვა შეიძლება მარტო მე არ მოხდეს. ჩემს გარემოცვას, ჩემს შვილს, ჩემს ახლობლებს უნდა მოხდეს ეს სიტყვაც, ეს სიბინძურეები, რას მოვისვენებ, აპატიეთ ამ სიტყვისთვის და მთლიანად საქართველოს ბოდიშუხტი იმისთვის მე არ მოსულ ვარ დღეს ვინმე სალანძღავად. მე სხვებისგან განსხვავებით არ ულანძღავ ადამიანებს და ის ჩემი ცნობილი განცხადება, რომ ეს ხალხი დააქცევს ქვეყანას მეთქი, მე მგონი თვალწინ დაგიდგათ სულ ყველას ახლა. თქვენ ფიქრობთ რომ აგიცხადათ ეს ნათქვამი? მოდით მაშინ მივყვეთ სამწუხაროდ, ინგა, ძალიან სამწუხაროდ, თქვენ ასე არ ფიქრობთ? თქვენ არ ფიქრობთ იმას, რომ ომი წააგოს საქართველოს სამწუხაროდ ჩაერთო ამ საშინელებაში, რომელსაც მოყვა ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა და რა მოხდება შემდგომ, ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ მოდით თანმიმდევრობით ამაზე თავ შევიკავებ პასუხისგან, მაგრამ დაგისვამთ ასეთ შეკითხვას, ბატონო კახა, ჩვენი მთავარი თემა უნდა იყოს, ვთქვათ, ის შეხვედრა ბერლინში, რომელიც შედგა თქვენსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის, მაგრამ თქვენ შეეხეთ ისეთ თემებს, მანამდე მე მინდა ამ თემებზე ვისაუბროთ და ოდნავ მოგვიანებით მივიღოთ თქვენგან ცნობა, რა ინფორმაცია მიაწოდეთ მათ. აი თქვენ ამბობთ, რომ შავი პიარი იყო ჩემს წინააღმდეგ გაგორებულიო. მოდით გავიხსენოთ ის ყველაფერი, რაშიც კახა თარგამაძეს ედებოდა ბრალი მთელი ამ წლების განმავლობაში. შავი პიარი იყო ის უამრავი ადამიანი, ნაწამები, რომელთა წამებასაც ვთქვათ პოლიციაში ქონდა ადგილი. შავი პიარი იყო ადამიანთა გატაცებები, ფადიასლი საუბრობდა ამას წინათ პირდაპირ ეთერში, ესპანელების, არაბების, ქართველებზე რომ აღარაფერი ვთქვათ გატაცებაზე, თუ იქნებოდაო კონკრეტულად კახა თარგამაძის თანხმობა, ჩეჩენი გამტაცებლებიო მზადაც კი იყვნენ მათ გასათავისუფლებლად. შავი პიარი იყო ნარკოტიკები და ფადიასლი ვინ არის ახლა? თქვენ ჩემზე კარგად არიცით ფადიასლი ვინ არის და რას წარმოადგენს? ის ხელისუფლების სამსახურში რო არის დღესაც, თქვენ ვერ ხვდებით? და ადამიანთა გატაცებებს ხომ ქონდა ასეთი სისულელეები, მაგრამ მე გაგცემთ ინგა ყველაფერზე პასუხს, მაგრამ დავიწყოთ საიდან, იცით ინგა მაშინ თქვათ, როგორ ჩამოყალიბდა კოდორის ხეობა. თქვენ გააქვთ კადრები, მე გთხოვეთ სხვათა შორის, არ დავმალავ და გთხოვეთ, რომ მოგეპოვებინათ ის კადრები, როგორ მოხდა ჩეჩენი ბოივიკების შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე და კონკრეტულად კოდორის ხეობაში. ეს კადრები არ ქონდა ჩვენ, ეს იყო რუსთავი 2-ის ექსკლუზიური კადრები, რომელზეც თქვენ საუბრობდით, თუმცა ეხლა გადის ჩეჩენი ბოივიკების კადრები. გასაგებია, მაშინ მე ვიტყვი ორი სიტყვით, მე ძალიან მოკლედ ვიტყვი, მაშინ ამ ფაქტით რადგანაც დაინტერესდით, მე ამ ფაქტიდან დავიწყებ, სიმართლე გითხრათ, მე სხვანაირად ვაპირებდი საუბრის წარმართვას, მაგრამ მოდით ამ ფაქტიდან დავიწყოთ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რუსეთ-ჩეჩნეთის ომი არ დამიწყია კახა თარგამაძეს. რუსეთ-ჩეჩნეთის ომი მოხდა სამწუხაროდ და 85 კილომეტრიანი მონაკვეთი თითქმის აბსოლუტურად დაუცველი საქართველოს მხრიდან და რუსეთის მხრიდანაც იმ პერიოდში საზღვარი მაქვს მხედველობაში, რომელიც პრაქტიკულად არ კონტროლდებოდა, ვერავინ ვერ შეაჩერებდა იმ ნაკაც ადამიანებისა, რომელსაც ბომბავდნენ, რომელიც თავს აღწევდა იმ უბედურებას და იმ ომს, რაც მაშინ მოხდა იმ ტერიტორიაზე და ვერავინ ვერ შეაჩერებდა თუნდაც ჰუმანიტარული მოსაზრეების გამო. თუმცა კახა თარგამაძეს არც საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ემარცხენებოდა მაშინ და არც საზღვარზე არ ქონდა პასუხისმგებლობა. კი, მაგრამ მათი გადაყვანა კოდორში ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული. იგა, მოდი ორ ნაწილად გავყოთ, შენი ჭირიმენ, უამირებთ კოდორს, ჯერჯერობით კოდორზე ვისაუბრებ, იმაზე ბზათა ვარ. კოდორში გადაყვანა რა იყო? ჯერ ვილაპარაკოთ იმაზე პანკისში რა მოხდა. პანკისი ეს იყო კახა თარგამაძის ერთ-ერთი მთავარი დამამტკიცებელი დანაშაული. პანკისის ამბავი. ინგა, თუ გამაცემინებ, პასუხს გავცემ ამას პასუხს, მაგრამ ამით ამ წუთშივე მინდა აგიხსნათ ერთი წამიმადროვეთ, ზუსტად მოკლედ ვესწრები რომ ყველაფერი გითხრათ. აბსოლუტურად კახა თარგამაძეს იგივე შეხება ჰქონდა პანკისის შექმნასა, რაც თქვენ ჰქონდათ ინგა. ვინმესთვის თუ იყო პანკისი უმძიმესი თემა, ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და პირადად შინაგან საქმეთა მინისტრისთვის. მე უარეს გეტყვით, როდესაც საზღვრის დაცვის მაშინდელი დეპარტამენტის თავმჯდომარე ბატონი ვალერი ჩხეიძე მიბრძანდა მაშინდელ პრეზიდენტთან ბატონ ედუარდ შევარდნაესთან და მოახსენა იმის შესახებ, რომ ხევსურეთის მხრიდან არა სხვა შორის ჩეჩნეთიდან მომდგარი იყო სერიოზული შეერაღებული ძალები საქართველოს საზღვარზე და რომლებიც აპირებდნენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას. პრეზიდენტმა მიიღო დაუყოვნებლივ გადაწყვეტილება შეგვეჩერებინა ეს შეერაღებული ხალხი, მაგრამ ამის შეჩერება უშიშროების საბჭოზე იქნა გადაწყვეტილება, ევალებოდა თავდაცვის სამინისტროს. მაგრამ ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჭირდებოდა ძალების მობილიზება, დამევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც ყოველთვის დაუყოვნებლივ გადამეადგილებინა გია გულუას სპეცდანიშნულების რაზმი და შემეჩერებინა ამ ჯგუფის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. რაც მოხდა კიდევაც.
ადგილზე გაემგზავრა უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, გიაგულუას სპეცდანიშნულების რაზმი თავისი ტექნიკით, სხვადასხვა ჟურნალისტები ეს ჩააწერების მე კარგად მახსოვს, ჟურნალისტები იქ ტერიტორიაზეც კი იმყოფებოდნენ, რა მდგომარეობა იყო იქ ტერიტორიაზე და ჩვენ მოვახერხეთ და ამ ადამიანების გადაადგილება შევაჩერეთ. მაგრამ ადგილზე აღმოჩნდა რამოდენიმე ათეული დაჭრილი მებრძოლი, რომლებიც ჩვენს მიერ გადაყვანილი იქნა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაკავებული იქნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მაგრამ მათ იარაღი თან არ გააჩნდათ. არც ერთი სხვა შეიარაღებული პირი იმ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოსულა. ამის გარდა, რაც მე ინგა ერთი წამით იმის გარდა, რაც მე მოგახსენეთ. ამის შემდგომ ჩატარდა პარლამენტში უშიშროების კომიტეტის ხდომა, სადაც დიდი მადლობა გადამიხადეს იმისთვის, რომ ასე ოპერატიულად ვიმოქმედე. მაგრამ სულ რამოდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც გიაგულუას სპეცდანიშნულების რაზმი გამოვიდა ამ ტერიტორიიდან, დატოვა ტერიტორია, იმდანაც რამდენადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო საზღვრის დაცვის პერიმეტრი მთლიანად და საერთოდ ეს ფუნქცია ეკისრა, კანონით მას არ ეკისრებოდეს, ჩვენ დავტოვეთ ტერიტორია და ჩაგვენაცვლა თავდაცვის სამინისტრო. ანუ რისით მაქსურთ ამით? მე არაფერი ხმა არ სურს. ეს თქვენ გაარკვიეთ ყველაფერი, თქვენ უნდა გესმოდეთ, ანუ ხელს ადებ თავდაცვის მაშინდელ მინისტრს. მე არავის არ ვადებ, ინგა ხელს, მე ვამბობ ფაქტს. მე არ ვიცი მაშინ როგორ მოხდა, ინგა. მე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ერთი რამე გაითვალისწინეთ. მე ახლა ესეთ რამეს ვერ ვიტყვი, რომელიც შემდგომ შეიძლება მე უნდა გესმოდეთ, რომელი ქვეყნის მოქალაქე ვარ, სად ვიმყოფები და ამდენად ისეთ რაღაცას მე იმსეთ რაღაცას ვერ დაგედასტურებთ, რომელზედაც შეიძლება შემდგომ. კი ბატონო, რომ გვესმის, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ და სადაც იმყოფებით, ალბათ ამიტომაც ჩდება თავარი შეკითხვები. მოდით თქვენი მინისტრობის პერიოდში მე კიდევ დაუბრუნდები, მოდით ეხლანდელს მივხედო, თუ შეიძლება და შემდეგ იმ ადამიანთა გატაცებებზე, პანკიზე, ჰეროინზე და იქ არსებულ ხარხლებზე მე ვილაპარაკო. ინგა ზუსტად ამას გეუბნები. ინგა ზუსტად ამას გეუბნებით, მათქმევინეთ ეს. ამის შემდეგ ეს შეერაღებული ძალები აღმოჩნდა პანკისის ხეობაში. ზუსტად ამ პროცესის შემდეგ გართულდა კრიმინოგენური სიტუაცია გარკვეულწილად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გართულებული იყო კრიმინოგენური სიტუაცია, ეს ბევრად უკეთესი იყო ვიდრე დღეს არის საქართველოში. ძიმე დანაშაული მაქვს მხედველობაში. თქვენ ასე ფიქრობთ, რომ მაშინდელი სიტუაცია ბევრად უკეთესი იყო, ბატონო კახა? მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ. ეხლა გეტყვი დანაშაული. პანკისთან იყო პირდაპირ დაკავშირებული იგივე ადამიანების გადაცემები. სხვა თუ არაფერი. უამრავი უბედურება. უამრავი უბედურება გეთანხმებით. და ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა შინაგან საქმეთა თარგამაძის კონტროლის ქვეშ იყო. ეს აბდაუბდა ახლა ინგა შეიძლება მე თავი ვიმართლო ამ სისულელეზე, ტაღა თარგამაძეს უქმნიდა ყველაზე მეტად. ყველაზე მთავარი რა არის? ყველა გატაცება, რომელიც მოხდა, არც ერთ გადაცებაში ფული არ იყო გადახდილი. მე მაქონდობაში გამოხსნაში. ყველა გამოხსნა მოხდა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. 1 ცენტი არ გადაუხდია. ზუსტად ის რაზედაც საუბრობდა, ზუსტად ფადიასის მისი თანამშრომლის სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა და გამოიხსენეთ მისი თანამშრომელი. 1 ცენტი არ გადაუხდია. ახლა თარგამაძის ნებართვის გარეშე იგი ამბობდა შეუძლებელი იყო გადაცემა. კარგი, ყველაზე ხმაური ამ ფაქტს შეგახსენებთ. პეტრე ცისკარიშვილი პირდაპირ პანკისთან იყო თუ არა დაკავშირებული დეპუტატის გადაცემაზე გესაუბრებით. სხვა თუ არაფერი, სხვა ფაქტი არ გვინდა. ეხლა რაშია საქმე, იცით, ეხლა არ გამოგვივა ჩვენ ესე საუბარი, მაპატიეთ, მაგრამ თუ გაინტერესებთ, პეტრე ცისკარიშვილის გაგცემთ ასოს. პეტრე ცისკარიშვილის გადაცემა მოხდა და ზუსტად ჩვენ ჩავატარეთ ის ღონისძიება, რომლის შედეგითაც რა, პეტრე ცისკარიშვილმა ფული გადაიხადა, მის გამოყვანაში ფული იქნა გადახდილი. მაგრამ იყო მეორე უბედურება, ძალიან საეჭვო ინგა, რომლის გამოც ჩვენ ყოველთვის გვებადებოდა კითხვები. ადამიანს იტაცებდნენ და ბოლო გატაცება რომელიც მოხდა საინტერესო გატაცება. ორი ადამიანი გაიტაცეს, რომელსაც 1 ცენტი არ ებადა საერთოდ და რატო იტაცებდნენ იმ ადამიანებს? ჩვენ ამის შემდეგ დავიწყეთ ძალიან სერიოზული მუშაობა და დავწმუნდით ერთ რამეში, რომ საჭირო იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებსა და შეშნებს შორის შეტაკების ორგანიზება. ეს იყო გარკვეული ადამიანების და გარკვეული სერიოზული ფიგურების ინტერესის სფერო. ვისი ბატონო ხახა მითხარით, ვისი ინტერესი იყო? მე გეტყვით აგერ, აი ახლა მომისმინეთ ამ დროს პარლამენტი ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შევიდეს შინაგანი ჯარებით და დაუყოვნებლივ ჩაატაროს სპეციალური ღონისძიება. იქ მოხდებოდა
თუ არა შეტაკება, იქ მოხდებოდა თუ არა გასროლა, მერწმუნეთ რომ საქართველოს ჩაერთვებოდა დიდ კავკასიურ ომში. და ვის ინტერესში იყო ამას გეკითხებით? კონკრეტული სახელები და გვარებიო თქვენ და ვისი მითხარით? კონკრეტული სახელი და გვარები კითხეთ იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდული მოქალაქეთა კავშირის წევრებს, რომლებიც დარბოდნენ მაშინ პანკისის ხეობაში, ხდებოდნენ გილაებს. სხვა შორის გილაებს, ეხლა ისიც რაშია ინგა საქმე გიცხარით, თქვენ გვარი და სახელი, მე ეხლა ისეთი რამე უნდა ვთქვა, რაზეც შეიძლება ჩვენებას მოცემა მომთხოვოს ვიღაცამ ხომ. მე ამაზე თანახმო ვარ, მაგრამ დღეს არა, იმიტომ რომ მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ რაღაც ნაბიჯების გააღრმას. მე სხვა რამესაც ინგა მათქმევინე რა ძალიან გთხოვ. უნდა მოხდარიყო საზღვრის გახსნა და შემოჭრა მთელი ბოევიკები, რაც კი იმყოფებოდნენ მაშინ. სხვა შორის ბოევიკები, იცით თქვენ, მანამ დასავლეთი 11 სექტემბრამდე არც ერთ ამ ადამიანს ბოევიკს არ ეძახოდა. ყველა ამ ადამიანს ეძახოდნენ თავის დროზე თავისუფლებისათვის მებრძოლებს. ესენი ბოევიკები 11 სექტემბრის შემდეგ გახდნენ. როდესაც ამერიკაში გასაგები მე ის ცნობილი აფეთქებები მაქვს ხელდველობაში. ზუსტად იმ პერიოდში ამ ადამიანებს მიანიჭა იუსტიციის სამინისტრო, ბატონი მიხეილი ბრძანდებოდა იუსტიციის მინისტრი, ზუსტად იმ ადამიანებს, იმ ბოევიკებს ტოლვილის სტატუსი და ვერცერთ მათგანს უბატონოდ ხმას ვერ გასამდი. ამის გამო უზარმაზარი წინააღმდეგობა შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს შორის. კარგი. ეს ამაზე შეკრება იყო უშიშროების საბჭოში. სერიოზული დაპირისპირება და მაშინ უშიშროების საბჭოში ბატონი მიხეილი არ მობძანდა და მობძანდა მისი პირველი მოადგილე, რომელიც დღეს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეა. და მას პასუხებიც არ აბძანეთ? კუბლაშვილი. დიახ და მაშინ მას მოთხოვეთ საბუთები რის საბუთზე გასცა და ისინი ამბობდნენ რომ ისინი ჩვეულებრივი ტოლვილები არიან, გასცეს ტოლვილის მოწმობები. ტოლვილის მოწმობის გაცემის შემთხვევაში ამ ადამიანებს უბატონოდ ხმას ვერ გასცემთ, რომ იცოდეთ ესეთია კანონი. ახლა რა შეიძლება? ბატონო კახა. ეხლა ინგა ყველა გატაცებაზე მზათა ვარ პასუხი გაკეთე. კი ბატონო, მაგრამ ძალიან გძლად პასუხობდა. მე მინდა რომ მოვასწრო თქვენთან შეკითხვები. მე პეტრეჩის კარიშვილთან დაკავშირებით დაგისვით. ისეთ კითხვებს მისვამ არ გამომდის ეს მოკლედ მოყოლა გითხარით მაშინ თუ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება, რაიმე ყველაზე მეტი დამსახურება იყო ის, რომ ჩვენ შევძელით მაშინ და ბეწვის ხიდზე გავატარეთ ქვეყანა და არ ჩავთეთ საბრძოლო მოქმედებაში საქართველოს პარლამენტის მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად. შემდეგ შემოვედი მაშინდელი საქართველოს პარლამენტი, რომლის ხელმძღვანელიც იყო, თქვათ იგივე ზურაბ ჟვანია, ხო? იყო თქვენს წინააღმდეგ, ანუ ეს ყველაფერი დაგეგმილი? შეთქმულება მზადდებოდა საქართველოს წინააღმდეგ? მე გარდაცვლილ ადამიანზე არ მინდოდა საუბარი, მაგრამ რადგანაც თუნდა მისვით კითხვა, მე კიდევ უფრო ღრმად წავალ ახლა და ზუსტად იმ საკითხს შევეხები, რაც შეეხება ჩეჩნების გადაადგილებას პანკისის ხეობიდან ყოდორის ხეობაში. ეს ისევე გავაკეთე სხვა შორის ამის შესახებ მე ბევრჯერ ვესაუბრე თქვენ კოლეგას რუსთავი 2-დან, რომელსაც მიყავდა მაშინ გადაცემა და ვთხოვე რომ გამოეძიებინათ ეს ეპიზოდები. ენახათ ეს, მე ეკამყავს ხელმძღვანელობაში, ყოფილია. და მას დაუკავშირდი კიდევაც რამოდენიმეჯერ უკვე გადამდგარი ვიყავი თანამდებობიდან, მაგრამ საქართველოში ვიმყოფებოდი და მოვითხოვე რომ გამოიძიეთ, შეისწავლეთ ეს საკითხი. არავინ არ შეისწავლა ეს საკითხი. რაშია საქმე, როცა დაჭირდათ, მაშინ თარგამაძეს ბრალი ყოფილა. რაც კი მოხდა, პანკისი თარგამაძეს ბრალია, რუსეთ-ჩეჩნეთის ომი თარგამაძეს ბრალია. იარაღით ვაჭრობა, რაღაც უბედურება, იარაღით ინგამ აპატიე, მაგრამ რუსების ასეთი აბდაუბდა, როგორ შეიძლება ადამიანმა მოიგონო, რუსები თავის სასარგებლოდ პანკიში აიარაღებდნენ თურმე ჩეჩენ მებრძოლებს, რომ მათ წინააღმდეგ ებრძოლათ. ნუ ასეთი სისულელე როგორ შეიძლება ადამიანმა ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თუ შეიძლება მოდით მიუბრუნდეთ კვირის მთავარ თემას. თქვენ იყავით ყველაზე გავლენიანი მინისტრი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველაზე სკანდალური მინისტრი შევარდნაძის მთავრობისა. როდესაც გახდა ეს კადრები ცნობილი, YouTube-ზე დადებული ეს კადრები მაქვს მხედველობაში საზოგადოებისთვის, კიდევ ერთხელ გახდით ასევე სკანდალური ფიგურა უკვე ამჟამინდელი ქართული პოლიტიკისთვის. ოპოზიციის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ მიიღეს თქვენგან რაღაც ინფორმაცია, თუმცა ხელისუფლებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ეს შეხვედრა ბერლინში იყო დაგეგმილი ფინანსების მოსაძიებლად. მით უმეტეს, რომ ლევან გაჩეჩილაძე როდესაც დაბრუნდა ევროპიდან, მან გააკეთა განცხადება აი ამ რაღაც სავარაუდო ფინანსებზე, თუმცა მაშინ არავინ არ იცოდა, რა შეხვედრები ქონდა მას სხვებთანაც. დღესაც იგი ჯერჯერობით არ ასახელებს. მითხარით, რა იყო ეს შეხვედრა, რატომ შეხვდით ოპოზიციის ლიდერებს და რა ინფორმაცია მიაწოდეთ ისეთი, რისი მიწოდებაც არ მოხერხდებოდა, ვთქვა ტელეფონით და საჭირო გახდა შეხვედროდით ბერლინში.
ინგა მე სხვადასხვა ერთი თხოვნა მაქვს შენთან თუ დამაწყებინე ლაპარაკი მაშინ მე მესმის რომ შენ მოკლედ გინდა მათქმევინო მაგრამ ის ეპიზოდი უნდა დავამთავროთ არ შეიძლება რომ ის მუდმივად ყოველთვის ეს ეპიზოდი ტრიალებს სულ თარგამაძე ეს არის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი მე დარწმუნებული ვარ ეხლა ისმეს ამ გადაცემას ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე მე მინდა ზუსტად მე როგორ ვიყადრებ იმას რომ ესეთი რაიმე თქვა და ტყუილები ვიყადრო პირდაპირ ეთერში მთელი საქართველოს გასაგონად და მე მინდა მასაც უთხრა ამის შემდეგ რატო გადავდექი მე რატო გადავდექი და რისგან ვიხსენი საქართველოს ბოლომდე არ მithქვია მაშინ სიმართლე ეხლა უკვე იძულებული ვარ თქვა ზოგიერთი საკითხი იმიტომ რომ არ შეიძლება იმის მოთფენა ამ სისულელეების სმენა რასაც მე ვისმენ. გისმენთ ბატონო. ამბოვიდა ყველაფერი კისერს. ამიტომ მათქმევინე ინგა ძალიან გთხოვ. მე ისევე გეუბნებით რომ არც ერთი ჩეჩენი მებრძოლი. კი ბატონო. არც ერთი ჩეჩენი მებრძოლი პანკისის ხეობიდან კოდორის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გადაუყვანია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. თუმცა მათ მიაცილებდნენ გაის მანქანები. არ მიაცილებდნენ ინგა ტყუილია ეს. მე დავადგინე ეს როდესაც სამხარეო პოლიციის უფროსმა მე დამირეკა ზუგდიდიდან ეს არის აბსოლუტური ტყუილი ზუგდიდიდან დამირეკა და ამის შესახებ მომახსენა მე დაუკავშირდი დაუყოვნებლივ შინაგან ჯარების მაშინდელ სარდალს მან ამის შესახებ რა თქმა უნდა არაფერი არ იცოდა ერთადერთი რაც მოხდა მაშინ ინგა მე მაგას არ უმალავ და არ უარყოფ ტყიბულის ბატალიონის მებრძოლები გაყვნენ მათ თან 20 თუ 30 კაცი იმიტომ რომ ისინი შეიყვანეს შეცდომაში თითქოს ეს ჩეჩნები მიდიოდნენ აფხაზეთის გასათავისუფლებლად არავით არის საერთო ამ ჩეჩნებს აფხაზეთის გათავისუფლებასთან არ ჰქონდათ ეს იყო უზარმაზარი შეცდომა და უზარმაზარი პროვოკაცია მე პირდაპირ გეტყვით რომ ამის შემდგომ მოხდა მოვლენები როგორ გამვითარდა ამის შემდგომ უკვე იწყება და პირდაპირ ეთერში ხდება ამ კადრების ჩვენება რა თქმა უნდა ამ ჩეჩნების გადასვლა უკვე სხვა მიმართულებით რუსეთის ტერიტორიაზე ვეღარ მოხდა და ისინი აღმოჩნდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მაგრამ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ არ გაუკეთებია თუმცაღა ვინ გააკეთა მაშინ ბძანეთ ეხლა მათქმევინეთ ინგა გისმენთ უნდა მოვასწროთ ბატონო კახა ნუ გაწევა თუ არ შემიშლი ხელს ყველაფერს მოვასწრებთ 5 წამი მადროვე გისმენთ ჩვენ დაგვწევთ 20 წუთი სასაუბროდ გისმენთ ქალბატონო ინგა 5 წამში მოგეტყვით სულ ყველაფერს 2 წუთში ეს მნიშვნელოვანი ეპიზოდია შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული პასუხისმგებლობით კიდევ ერთხელ ვაცხადებ ეს არ გაუკეთებია ამის შესახებ არსებობს მე მაქვს მასალებიც მე მაქვს ჩანაწერებიც და მე ამას დავადასტურებ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მომენტში არის კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები რომლებიც ამის შესახებ შუაშორის იპოვეთ ORT-ს ჩანაწერები და იქ პირდაპირ არის დასახელებული ვინ გააკეთა ბძანეთ რებუსები ახლა მათქმევინე ინგა თუ არ მათქმევინე არაფერი არ გამოვა ინგა ამის შემდეგ ხდება ესეთი რამ მეორე დღეს კიდევ დამატებითი ჯგუფის გადაადგილება იყო დაგეგმილი. არის მანქანები, დავაკავე ეს მანქანები, განვაიარაღე შეერაღებული პირები, რომლებიც იყვნენ, დავაკავე და ამის შემდგომ გადაცემული იქნა ეს პირები მაშინდელ სამხედრო პროკურორზე ბადრი ბიწაზეზე. ეს დაკავება გატარებული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის პოლიციის ჟურნალში, სადაც ამოღება იარაღის კონკრეტული პირების დაკავება ყველაფერი გაფორმებულია. რატომ გადადეთ? თქვით, ბატონო კახა, ვეღარ მოვასწრებ, ძალიან გთხოვთ. ინგა რა გავაკეთო მითხარი, აი ხო გეუბნები, აი მაშინ რატო გადავდექი იმასაც ვიტყვი, მადროვე 5 წამი. ამის შემდეგ არ პასუხობდა. ეს არის საქართველოს, ინგა შენ გინდა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მთავარი მომენტი გაუმატებელია. თავარი კითხვა არის ის შეხვედრა, რომელიც ბერლინში ომი რომელიც მოხდა ინგა ომი რომელიც მოხდა საქართველოს რუსეთს შორის უნდა მოხდარიყო მაშინ და იმ ადგილას კოდორის ხეობაში მე გეუბნებით რომ კოდორის ხეობაში ჩეჩნების გადაადგილებას მოყვა საშინელი რეაქცია შეწყდა კომუნიკაცია საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დაიწყო დაძაბულობა სიტუაცია მივიდა იქამდე რომ ლამის საბრძოლო მოქმედებამდე ვიყავით მისულები ამ სიტუაციაში პროცესის შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო დამევალა მიუხედავად იმისა, რომ ყველა არხი აცხადებდა, რომ ეს ყველაფერი თარგამაძეს მოწყობილი იყო და გამოემგზავრე ქალაქ მოსკოვში და მოვახერხე და შევაჩერე ეს პროცესი. აი მაგრამ დიახ ამის გამომლანძღავენ, დიახ, ვიცი რომ ამის გამომლანძღავენ, არ უნდა შეჩერებული იყო ეს პროცესი, დაეგმილი იყო რუსეთ-საქართველოს ომი. უნდა მოხდარიყო და კოდორის ხეობა მაშინ უნდა დაცემულიყო. რასაც მოყვებოდა ედუარდ შევარდნაძის გადადგომა, რასაც მოყვებოდა ყველას გადადგომა და გასაგები მიზეზების გამო. იქ პირდაპირ დაასახელა იმ ხალხმა ORT-ში ის გვარები, ვისაც ჰქონდათ მაშინ ეს საკითხები შეთანხმებული. ვისთან მითხარი? ზუსტად ამის გამო
ინგა ყველაფერი გაქვთ დოკუმენტები. მითხარით, მე მოსკოვიდან გინდა გიკარნახოთ ეხლა. ბძანეთ სახელები და გვარები. ხო, მე რო ვიტყვი პირდაპირ ეთერში სახელს და გვარს თქვენი აზრით თქვენს გარდა არავინ არ ისმენს ამ პირდაპირ ეთერს. არა, მაყურებელს აინტერესებს ალბათ. თუ ეს არ არის ძალიან ზოგადად. მე ყველაფერი გითხარით. კითხეთ იქ იმ ადამიანებს, ვინ იქნა დაკავებული, რა ხალხი იქნა დაკავებული. რისთვის იქნა დაკავებული. დიახ, ამ ადამიანებს კითხეთ. ჩემ შეკითხვაზე ბერლინის შეკითხვა. უკაცრავად უნდა გადავიდე ძალიან ცოტა დრო დამჩა ბატონო კახა და არ ინგა მე გეუბნებით ამ სიბინძურას და ამ ჭუჭს უნდა დაესვას წერტილი ამიტომ მათქმევინე პირდაპირ ეთერში დაუსვი და უსვამდეს და არ გინდა რომ მათქმევინო ინგა არ გინდა ინგა რომ მათქმევინო ეს მთავარი მე გეუბნებით რომ საქართველოს რუსეთის ომი უნდა მოხდარიყო მაშინ აცილებული იქნა საქართველოს რუსეთის ომი უდიდესი ძალისხმევით მაგრამ ამის შემდგომ უნდა გაფორმებულიყო ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ პროექტი იქნა ჩამოტანილი საქართველოში ამას მოყვა საშინელი რეაქცია მოქალაქეთა კავშირის ბატონი ზურაბ ჟვანიას ბატონი მიხეილ სააკაშვილის ბატონი ბარამიძის მიერ იმიტომ რომ აქ იყო საუბარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე აქ მიდიოდა ძალიან სერიოზული მუშაობა ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით ამის საქმის კურსში არის ბატონი ყოფილი პრეზიდენტი და მე კიდე გეუბნებით მე თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამას თარგამაძე ყველაფერს გააკეთებდა თქვენ რომ ასახელებთ არ ასახელებთ მაგრამ ამბობთ რომ აი მოიძიეთ მე ინგა მათქმევინე ამას თარგამაძე ვერაფერს ვერ გააკეთებდა თუ არ იქნებოდა რა თქმა უნდა ყველა ეს საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას როგორ გააკეთებდა თარგამაძე და რუსეთთან როგორ იმუშავებდა თუნდაც მისი პირადი კონტაქტები თარგამაძე თუ არ იქნებოდა ყველა ეს საკითხი პრეზიდენტთან შეთანხმებული ეს იყო სიკვდილის სიცოცხლის საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მე ეხლა ბატონ ედუარდს მინდა უთხრა ბატონო ედუარდ თქვენ მაშინ რომელიღაც ინტერვიუში ბძანეთ რომ შეცდომა იყო ჩემი გადადგომა დღევანდელი გადასახედიდან მართლა შეცდომა იყო ჩემი გადადგომა მე რომ მაშინ არ გადამდგარიყავით ჩვენ შევძლებდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ ანუ ამ ადამიანებმა შეუშალეს ხელი გინდა თქვა ის დაასახელეს დიახ შეუშალეს ხელი და მოიგეს მაშინ სააკაშვილმა ჟვანიამ ბარამიძემ შეუშალეს ხელი არა ჟვანია სააკაშვილი არ იყო მაშინ მთავარი ფიგურა სამწუხაროდ ეხლა გარდასვლილ ადამიანზე მიწევს საუბარი ჟვანია ეჭვიანობდა ეს თქვა შევარდნაძემ ეჭვიანობდა პირდაპირ თქვა მაშინ თუ თარგამაძე დააბრუნებს აფხაზეთს მაშინ ჯერ ვინ მიბრუნებდა აფხაზეთს სად იყო საკითხი ასე არ იდგა რომ ვინმე გიბრუნებდა უცებ აფხაზეთს მაგრამ თუ თარგამაძე დააბრუნებს აფხაზეთს ეს იმას ნიშნავს რომ თარგამაძე გახდება პრეზიდენტი პრეტენზიას კი არ ხონდა ამის შესახებ ვერ დავაჯერე ეს ადამიანები ყველა მეომებოდა ყველა მებრძოდა ზუსტად ამის გამო ინგა ზუსტად ამის გამო იყო ის სიბინძურეები და შავი პიარი რომ ყველა მებრძოდაო ამის გამო მაგრამ მე შეგახსენებთ იგივე სააკაშვილის მე არ ვარ ამ შემთხვევაში ხელისუფლების ადვოკატი მე გოკა გაბაშვილთან ძალიან ბევრი კითხვა მაქვს სწორედ ამ მიმართულებით მაგრამ სააკაშვილი ამბობდა რომ თქვენ გებრძოდათ იგივე ნარკობიზნესის გამო იარაღით ვაჭრობის გამო ქურდებთან კავშირის გამო პანკის ანკლავის გამო ადამიანთა ინგა სისულელებს ეხლა სააკაშვილი მეუბნება და ეხლა ამბობს რაღაცას რისი ნარკობიზნესი ეხლა ესე იგი დილით სხვათა შორის ესე გამოდის რომ თარგამაძე ახლა მე მათში ინგა მათქმევინე ვინ იყო ის 95 წელს საქართველოს რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ერთი მაინტერესებს 95 წელს ვინ იყო ის ადამიანი ვინც შეძლოდა კრიმინოგენურ სიტუაციაში 6 თვეში გარდატეხა შეიტანა და ქართველი ხალხი 4 საათზე რო სახში იმალებოდა ქუჩაში გამოიყვანა ვინ იყო მაინტერესებს ძალიან ვინ გახსნა ყველა ეს ტერორისტული აქტი მე თუ რუსეთის კაცი ვიყავი და რუსეთზე მუშაობდი მაშინ რუსეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილება მიღებული თუნდაც ერთი რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება თუნდაც ერთი დამიდონდა მითხრა ზათავარ ქართველი ხალხის წინაშე ვაგებ პასუხს მთელი ერის წინაშე ვაგებ პასუხს თუ ესეთ რამეს იპოვს ვინმე დიახ ჩემ პირად კონტაქტებს ჩემს საშუალებებს ყველაფერს ვიყენებდი იმისთვის რომ ქვეყანას დავხმარებოდი დიახ ეს არის ჩემი მთავარი დანაშაული ამას ვერ ვამბობდი ყველაფერს იმიტომ რომ არ შეიძლებოდა ყველაფერს ლაპარაკი აი ეხლა რომ გადმომდგარი ხარ და ყველაფერს ლაპარაკობს ქართველები და მაბადიეთ ქართველები მე მიმყავს ფუძველობაში ხვდებით ის ხელისუფლების წარმომადგენლები რაც არის სალაპარაკო და რაც არ არის იმის გამოა დღეს ეს სიტუაცია რაც არის შექმნილი და იმის გამოა რომ ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა და უბედურებაში ვარ მთელი ქვეყანა გახხოვილი ამდენი მსხვერპლი და ამდენი უბედურება ბატონო კახა თუმცა მრავალი წლის განმავლობაში თარგამაძე მააცილა ეს ომები ქვეყანას მაშინ და ზუსტად ამის ვერ მოახერხა ვერც იმ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეხლა უბრალოდ მიემატა კიდევ მოდით მიპასუხეთ ბერლინის შეხვედრა რატომ შეხვდა კახა თარგამაძე ლევან გაჩეჩილაძეს ინგა გადადგომა არ გაინტერესებს შემი ბერლინის შეხვედრა და 2 წუთი მომეც გადადგომაზე უნდა მიპასუხოთ შეუძლებელია არ მპასუხობთ ამ კითხვაზე არა მე გიპასუხებ ბერლინის შეხვედრას ინგა შესაძლებელია მაგრამ მოდი გადამაყენე ჯერ წარსულს და დამაშორდა ამ შეკითხვაზე უნდა არა ინგა წარსულს უნდა მოვშორდეთ არ შეიძლება ჩემი გადადგომა უნდა თუ შეიძლება
მე ხა ახსარებას ხო ვერ გათქმევინებთ პოლიტიკურს ერთ-ერთი. რატო გადავდეთ პასუხი, რატომ რამდენი დაჟინება რა საჭიროა? რატომ მოხდა ეს შეხვედრა? რა ინფორმაცია მიაწოდეთ ამ ადამიანებს? არის საუბარი ხელისუფლება ამბობს, რომ დაფინანსებას აპირებთ ოპოზიცია. ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა, მე მგონი მე იმაზე მეტი ინფორმაცია რაც თქვა. ესე იგი, ინგა, მე პირდაპირ გეტყვით. მაშინ ბერლინის შეხვედრაზე, მაგრამ მომეცი 2 წუთი და გადადგომას მაქცევი. შემდეგ ბატონო კახა, მაგრამ გადაცემის მთავარ ეხლა ინგა, კარგი, უფრო მე დროს კარგავთ დავაში. ხო და ნუ მე დავებით, არ მოგცემთ საშუალება სხვა თემაზე საუბარი. იცით ჩემი ხასიათი, თქვენ იცით ჩემი ხასიათი, მიპასუხეთ შეკითხვაზე. ინგა, მათქმევინე კარგი ბერლინის შეხვედრაზე. ესე იგი, ბერლინის შეხვედრა ჩვენ არც ერთი ჩვენთაგანი არ დამალულ ვართ. ჩვენ რო დამალვა გვდომოდა ჩვენ იმ სასტუმროში, ჯერ ერთი მე იმ სასტუმროში ცხოვრობდი. იმ სასტუმროში იყო შეხვედრებიო რო ამბობენ და სადღაც იყო სხვაგან სისულელი აბსურდი იმ სასტუმროში ცხოვრობდი. არცად არ დამალულ ვართ. არავის არ დამალვი ვარ და სიმართლე რო გითხრათ, ჩვენ ხედავდით კიდევაც როგორ გვიღებდნენ. მაგრამ არ წარმომედგინა თუ ამ შეხვედრას 9 წლის შემდეგ კაცი წასული ვარ საქართველოსთან და თუნდაც ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც 5 წლის თუ 5 წლინახევრის განმავლობაში ამყავდა ნანახი, შევხვედროდი, რა იყო ამაში ეს პანიკა, ეს უბედურება, ეს საშინელება, ეს დაძაბვა, მაგრამ აქ თავარი რა იყო? თავარი იყო ის ინგა, რომ მე უნდა ყოფილიყავი მონსტრი, უნდა ყოფილიყავი მკვლელი, უნდა ყოფილიყავი ყაჩაღი, რუსეთის რაღაც წარმოადგენელი, რომელმაც რუსის ჯარს მოუძღოდი წინ, შეომყავდა საქართველოში, ვანგრევდი ქვეყანას და აი ეს ხალხი, ეს ოპოზიციის ლიდერები, ჩემთან დაკავშირებული ხალხი უნდა გაეშავებინა ხელისუფლებას. აი ეს იყო გეგმა და ეს იყო მიზანი, მაგრამ არ გამოვა ეს რევოლუციის დაფინანსებას, ბატონო კახა. ეს არის სისულელე ინგა, ეს არის აბსურდი. გივით არგამაძე ამბობდა. ის გივით არგამაძეს დაუტოვე ეს 800 მილიონივე და გამოართვით თქვენ გაზლებთ უყველას. გივით არგამაძეს თქვენ გადმოგცეთ, როგორ ჩემს მეგვარეს დაუტოვე იქა. ჩემს საყვარელ მეგვარეს დაუტოვე ეს 800 მილიონი და უთხარით რომ მოგცეთ თქვენ. კი ბატონო. რაც შეეხება იმ ბერლინის შეხვედრას, ბერლინის შეხვედრაზე დიახ, იყო საუბარი. რა თქმა უნდა იქნებოდა, ვის უყვირს რომ იქნებოდა საუბარი? მე, ქართველი კაცი, რომელსაც მაინტერესებს ჩემი ქვეყანა, მე მაინტერესებდა პირველ რიგში. როგორ ხედავდნენ ისინი საშუალებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის? არის თუ არა საქართველოს შანსი, როგორი წარმოდგენა აქვს მაგ ამის შესახებ? მე მაქვს ინფორმაციები, დიახ, მაქვს ინფორმაციები, მე მაქვს ჩემი პირადი კონტაქტები. მაქვს ის ინფორმაციები, რომ ძალიან რთულია დღეს ამ თემებზე საუბარი და ჩემი თქმა რადგინდათ. ჩემზე კარგად ვხვდებით დღევანდელი თუ გუშინდელი ნატო-რუსეთის შეხვედრა არ არის საკმარისი იმისთვის, რამდენად დიდ სირთულეებს წაასწრა საქართველოს დღეს და უზარმაზარი პრობლემის თქვენგან ბატონო კახა მითხარით 10 ესე იგი რა მიიღეს და ძალიან ბევრი გლობალური ინფორმაცია, მაგრამ ისინი ამას გასაგები მიზეზების გამო ბოლომდე არ ამბობენ. მაშინ მე ვიტყვი, უნდა გავამხილო ჩემი და თქვენი სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მონაკვეთი მაპატიებთ. ბატონო კახა, თქვენ მე მითხარით, რომ თქვენმათ მიაწოდეთ ბევრი ინფორმაცია და მათ შორის ერთ-ერთიო შეეხებოდაო ლევან გაჩეჩილაძის უსაფრთხოებას. ისევეო როგორც თავის დროზე მე მივაწოდე ეს ინფორმაცია. დიახ, ბადრი პატარკაციშვილსო და ასევე ზურაბ ჟვანიაძე. კი ბატონო, მათქმევინე მე გეტყვი. მე ამას არ ვმალავ. მე ლევანს უთხარი და მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემოდგომამდე შეაძლებელია მის წინააღმდეგ განხორციელებულიყო სერიოზული რაღაც აქტები. ამის გამო მე ვალდებული ვიყავი. მე უფრო მეც გეტყვით. მე ბადრი პატარკაციშვილს შევხვდი ქვეყნიდან წამოსვლის შესახებ 3-ჯერ თუ 4-ჯერ ისრაელში. მე მას მივაწოდე ინფორმაცია, დიახ, მქონდა მე ეს ინფორმაცია. მე არ ვიყავი სკოლის დირექტორი. მე მუშაობდი ჩემი ცხოვრება ოპერატიულ სამსახურში და მე შინაგან საქმეთა მინისტრობამდე 20 წელი ოპერატიულ სამსახურში მქონდა ნამუშევარი. და დიახ, მე ბადრი პატარკაციშვილს ისრაელში მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბ ჟვანიაძე იგეგმებოდა გარკვეული სერიოზული ეხლა ზუსტად მკვლელობას ვერ ვიტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მკვლელობის თვალოვანი იგეგმებოდა ასევე მასზე. მე ეს ინფორმაციას მივაწოდე. მე არ ვიცი ბადრი პატარკაციშვილმა საწოდა მაქვს მერტ მაცხონოს რა სერიოზულად მიიღო ეს მომენტში თუ არ მიიღო, მაგრამ იმის შემდეგაც მქონდა მე შეხვედრა და მე ბადრის ვესაუბრე და შემდეგ უკვე თავის თავზე სერიოზულად მიიღო ეს. ვისი მხრიდან იგეგმებოდა ჟვანიაძე? მითხარით და შემდეგ კითხვას გისვავთ. არ მესმის ინგა? ვისი მხრიდან იგეგმებოდა ეს საფრთხე ჟვანიაძე თქვენ? იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ბადრი და ჟვანია ერთად უშლიდნენ ხელს. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? ვინ იყო ეხლა იფიქრეთ თქვენ?
მე არ მინდა ეხლა ეს სისულელები ვილაპარაკო, მე ამის მტკიცებულებას მომთხოვენ შემდგომ და მე სკანდალური თემები შევეხეთ ეხა თემებს და შევეხეთ სკანდალური თემებს, რა თქმა უნდა სკანდალური თემა, მე გითხარით ეს უამრავმა ადამიანმა იცის, ინგა, ეს მარტო მე და ბადრიმ კი არ ვიცოდით. მე რო ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, უამრავი ადამიანმა იცის და მათ შორის ორი კაცი მოწმე იყო იქა, სხვა შორის როდესაც მე გასულსაუბრებოდა. ვინ იყო ის? ეხლა მათქმევინე მე უნდა მოვახერხო ეხა ის ხალხი დააჭერიდნენ ეხლა. არა, რატომ? საინტერესოა, როგორ გეკადრებათ? მე უნდა გკითხოთ ამ ეთერში ისე ვერ შეგელებით გიორგი სანაიას მკვლელობაზე, ბატონო კახა. ეს იყო თემა, რომელსაც დღემდე არ გაგაცემია და გიორგი სანაიას მკვლელობაზეც ვიტყვი. უნდა ბძანოთ. დღეს მე მაინტერესებს რა სიტყვის კახა თარგამაძე გიორგი სანაიას მკვლელობაზე. რატომ არ არის ეს ბოლომდე თუ არის თუ არ არის, როგორ ფიქრობთ თქვენ გამოძიება? ბოლომდეა ინგა გახსნილი გიორგი სანაიას მკვლელობა. პოლიტიკური კვალი ძალიან ბევრმა დაინახა და მაშინ იყო ვარაუდიც რომ ხომ არ მოდიოდა ეს სწორედ ხელისუფლების მხრიდან. დიახ, ინგა ეს მაშინ მეგეტყვით ინგა. მაშინ იყო მუშაობა იმასთან დაკავშირებით რომ ეს დაბრალებოდა ბატონ ზურაბ ჟვანიას დასაწყისში ამაზე იყო საუბარი. ვისი და ამაზე მიდიოდა მუშაობა, ამაზე მიდიოდა პიარი გაზეთებში. ვისგან? ბიჭო, ვისგან იკითხეთ იმ გაზეთების და იმ ჟურნალისტების ეხლა მე თქვენი პასუხი მაინტერესებს, თქვენი ყავით მინისტრი, თორე მე გაზეთებს ყოველთვის მე რო ვიყავი მინისტრი, ინგა მე უამრავი ოპერატიული ინფორმაციას ვფლობდი და ამის შესახებ მე ეროსი მეჯგალაძე, ეროსი კინწმარიშვილი შემხვდა და მე ისიც კი უთხარი, რომ მისი მაშინდელ გენერალურ დირექტორზე იგეგმებოდა ასევე ფიზიკური ანგარიშწორება. იმის გამო რომ თარგამაძეს დაბრალებოდა ეს ყველაფერი. და ამის შემდეგ ეს ჩემს წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. და ვინ გამოვიდა შემდგომ ბატონი ეროსი და რამზანე ტაბატაზეზე მაქვს საუბარი. იგეგმებოდა ერთ-ერთ კაფეში შეხვედრა იყო, ზუსტად ჩანაწერებიც არსებობს და დოკუმენტებიც არსებობდა ამის შესახებ. და იგეგმებოდა ესე იგი მისი სერიოზული დაზიანება მაინც. მკვლელობაზე არ იყო საუბარი პირდაპირ. მაგრამ ეს უნდა დაბრალებოდა თარგამაძეს, იმიტომ რომ გიორგი სანაიას მკვლელობას უნდა გადამდგარიყო მაშინ უნდა თარგამაძე. მაშინ უნდა გადამდგარიყო თარგამაძე. თარგამაძე მაშინ ვერ გადააყენეს რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და შემდგომ ესე იგი ეს სიტუაცია გამოყენებული იქნა რუსთავი 2-ში მაშინდელი შესვლის სიტუაცია. კარგით. მე ერთი რა შეეხება ინგა არ დაინტერესებს კი ბატონო მას. არა, მაინტერესებს ეთერში სანამ შემოვიდოდი რამდენიმე საათი ბატონო. ინგა მე თავიდანვე გითხარი რომ გაგვიჭირდებოდა ჩვენ ამ რეჟიმში პასუხების გაცემა. ეხლა ძალიან ძნელია, ძალიან ძნელი არის რომ ესაც უპასუხოდ რჩება ისეთი უამრავი კითხვები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას აინტერესებს, მაგრამ რა ვქნათ მაშინ კი ბატონო, მე გეტყვი ინგა ძალიან სუდია რომ ესაც ასეთ რეჟიმში მიწევს პასუხების გაცემა, მაპატიე მე საყვედურს არ გეუბნები ადამიანს. დაგიწმეთ 40 წუთი, სუფთა. არა ინგა არ გედაები მე თქვენ როგორ გეკადრება, მე მადლობის მეტი რამე თქვის, მაგრამ უამრავი საკითხია და ამ უამრავ საკითხზე პასუხის გაცემა არის საჭირო. მე იმის გამო გეუბნებით რომ ეს კითხვები მაგალითად ჩემი გადადგომა გამისვით კითხვა არა, ჩემი გადადგომა ესე ხო არ იყო რომ მე ავდექი და დილით გამეღვიძა და გადავდექი. მე მთხოვა ბატონი შევარნაძე იმყოფებოდა დასასვენებლად ბორჯომში. მე და ზურაბ ჟვანიას შორის და ამ ჯგუფ შორის დაძაბული იყო დიახ ურთიერთობა და ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ეხლა რა არის დასამალი? ეს არ იყო არაფერი ის, რაზედაც ბატონი სააკაშვილი ბრძანებს დღეს. ეს იყო სისულელი აბსურდი. თვითონ ხდებოდნენ დღე-დაღამე და თვითონ მართმევდნენ ხელს და მეხვიოდნენ მაშინ, როდესაც ჭირდებოდი მათ. ეს დღეს გახდა თარგამაძე მკვლელი ყაჩაღი და უბედურობა მათი როცა დაჭირდათ ეს და როცა შიში და რაღაც შიშები დაემართათ ამ თარგამაძეს თუ იმ ოპოზიციის ვერ გავიგე. კი ბატონო, რაში უნდა და ვის უნდა და 9 წელია წასული ვარ თავამდობიდან და ეს ამ სისულელის აგორება, ამ აბსურდის აგორება. სხვათა შორის აი თქვენ როცა ამბობთ ბატონო კახა რომ სააკაშვილო ვადანაშაულებო იმ სიტუაციაშიო რაც ქვეყანაშია შექმნილიო, შალვა ნათელოშუმა დამირეკა ამდილი და ჩემგანო ესეო გადაეციო პირდაპირ ეთერშიო რომ სააკაშვილის და თარგამაძის ერთობლივი პასუხისმგებლობაო, იმიტომ რომ იგივე არჩევნებისას 95 წელში სააკაშვილიო პოლიტიკურადო მიყალ ბებდაო არჩევნებს და კახა თარგამაძე იარაღით საკუთარ პოლიციელებთან ერთადო პირდაპირ იარაღით აყალბებინებდა ოქმებს რომ ეს უნდა გადმომეცადოს. არა ინგა არ არის ეს მართალი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შალვას მე გეტყვით რაც იყო, მე შალვას თუ დამირეკავს მიუხედავად იმისა რომ მოусმენენ დარწმუნებული ვარ მე მზადა ვარ ყველაფერზე ამაზე აუხსნა და განმარტებას მივცე რა მოხდა მაშინ. ალბათ დაგირეკავთ 4 წუთი დაგვრჩა და დაასრულეთ თქვენი გადადგომის ამბავი. მაშინ მათქმევინე 4 წუთი მიმალაპარაკე. აი ახლა გეუბნებით, ჩემი გადადგომა.
ესე იგი მირეკავს ბატონი ზურაბ ჟვანია. მე მაპატიეთ რომ გარდასრულზე მიწევს საუბარი. არ შემიძლია მე მორწმუნე კაცი ვარ და ნამდვილად ტყუილს ვერ ვიტყვი ახლა გარდასრულამდე არ უნდა ილაპარაკო, მაგრამ მიძულებული ვარ ახლა ვილაპარაკო, როგორ მოვიქცე. მირეკავს ბატონი ზურაბი. მე ხვდები მას და ბატონი ზურაბი მეუბნება რომ ჩემს გამო არ ხდება მისი იმის გამო რომ მეუწევ წინააღმდეგობას არ ხდება მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნა. ამ დროს მე მქონდა ინფორმაციები, რომ ხელოვნურად ხდებოდა ბიუჯეტის ჩაგდება, ზუსტად ფინანსური პრობლემების შექმნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუფინანსებელი, ჯარი დაუფინანსებელი, საშინელება. მე ამის შესახებ მას ვესაუბრე პირდაპირ. და უთხარი რომ ეს არის საშინელება, მე უთხარი რომ ხელოვნურად გაკეთებთ ამას. იმიტომ რომ ქვეყანაში შეიქმნას ქაოსი და ანარქია და პოლიტიკური დაპირისპირებაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი. მოგვივიდა სერიოზული წალაპარაკება, მაგრამ მას შეუმთავაზა რათა ჩვენ ორივე ერთობლივად მისულიყავით ბატონ ედუარდ შევარდნაესთან და დაგვეყენებინა საკითხი, რომ ზურაბ ჟვანია უნდა გავხდარიყო ქვეყნის პრემიერი და მე უნდა გავხდარიყავი პირველი ვიცე-პრემიერი, რომელსაც ჩამვარდებოდა ყველა ძალისმიერი სტრუქტურა და ჩვენ ამ შემთხვევაში გარანტირებული ვიქნებოდი და დავაბალანსებდით ერთმანეთს. რაზედაც მე ახლა გამეცინა და რა თქმა უნდა ვარი უთხარი, რომ მე არავისთან არ მივიდოდი. მაშინ მითხრა მან, რომ შევარდნაძე მე დაემბარებდა და ამას მე ყველაფერს თვითონ მეტყოდა. რამოდენიმე დღის შემდეგ ბატონი ედუარდი ჩაუმზანდა ბორჯომიდან, ლიკანიდან კონკრეტულად შაბათი დღე იყო, დამიზახა და მითხრა ბატონი ზურაბია ჩემთან და ამოდი. ავედი და ზუსტად ამ თემაზე იყო საუბარი, მაგრამ ამ თემაზე ამ ფორმით არ იყო საუბარი. მე პირდაპირ გეტყვით, ეჭვი შეეპარა, რომ შევარდნაძე სხვა რეპარებოდა ეჭვი. არ გაგვწყვიტო. შევარდნაძე სხვა რეპარებოდა ეჭვი ჩემში, რომ მე ზურაბთან ვიყავი მოლაპარაკებული. მე უთხარი რომ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ შემთხვევაში, ჩემი რაიმე ფორმით თავრობაში მონაწილეობის შესახებ და თუ ზურაბ ჟვანია ხდებოდა პრემიერ-მინისტრი, ამ შემთხვევაში მე ვარსკვლავობდი არა მარტო პირველ ვიცე-პრემიერობაზე, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრობაზე. ეს მე არც დაემალია მაშინ და ზუსტად მოხდა ბატონი ედუარდის თანდასწრებით კონფლიქტი ჩემ და ზურაბს შორის. ზურაბი მაშინ დაიმუქრა, მეც რა თქმა უნდა უპასუხე. ამის შემდეგ დაიძაბა ბოლომდე სიტუაცია ინგა. 1 წუთი დაგვრჩა, დიახ. ვიცი ინგა, მაგრამ ათქმევინე ერთი წამი და ზუსტად დავამთავრე. არ გაგწყვიტონ და ამიტომ გაჩქარებთ უკვე. კი ბატონო, მაშინ შევწყვიტა ვისი უაზრობა. არა, ბძანეთ. უაზრობაა შევწყვიტა ინგა მაშინ. ბძანეთ, ბატონო კახა. ესე იგი ამის შემდეგ, მე გეუბნებით, ამის შემდეგ ვითარდება ეს მოვლენები, რომლებიც ვითარდება. ეხლა მითხარით, თქვენ თუ იცით, რომ 11 საათზე იყო პარლამენტის სტომა დანიშნული, რომელზედაც უნდა განხილულიყო ის საკითხი, სადაც მოხდა ჩემი გადადგომა. 11 საათზე პარლამენტის სტომა არ დაიწყო, გადატანილი იქნა 4 საათამდე. ეს ხალხი ხელოვნურად იყო იქ მოყვანილი. ახალგაზრდა მოქალაქეთა კავშირი. ხელოვნურად დააყენეს იქ ხალხი და ხელოვნურად აყვირებდნენ თარგამაძე საწინააღმდეგო ლოზუნგებს. მაგრამ სიტუაცია აეჭრათ. სიტუაცია აეჭრა იმდენად, რომ ვერ მოახერხეს ამ დროს სიტუაციის მართვა და ჩემთან მოლაპარაკება. დაიწყო ჩემთან მოლაპარაკება. ამ დროს მე უნდა მიმეღო ფაქტიურად მონაწილეობა, შემოთავაზება მივიღე ასეთი, რომ ის განცხადება კი არ გაკეთდებოდა, რომელიც გაკეთდა მაშინ ახალგაზრდა მოქალაქეთა კავშირის მიერ. გაკეთდებოდა განცხადება იმის შესახებ, რომ კახა თარგამაძე არის ერთადერთი და განუმეორებელი კაცი, ვინც თავის დროზე ქვეყანა გადაარჩინა, ეს ქაოსიდან გამოიყვანა, კრიმინოგენური სიტუაცია დაარეგულირა და ეხლა პრეზიდენტი გადაკიდა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი და პარლამენტი ერთმანეთს და აჭმევინებს ერთმანეთს. ამის გამო სავალდებულო იქნებოდა თითქოს პრეზიდენტის გადადგომა. რაზედაც ჩემს მიერ კატეგორიულად ვარი იქნა ნათქვამი და ამაში მონაწილეობდა შვამავალი მხარე. ამაში მონაწილეობდა ძალიან სერიოზული სტრუქტურა, რომელიც თითქოს გარანტად უნდა გამოსულიყო. ამ დროს მე რა თქმა უნდა ამაზე კატეგორიული ვარი განვაცხადე, მაშინ მითხრეს, რომ მეორე განცხადება იქნებოდა ისეთი, როგორიც ბატონ ზურაბ ჟვანიამ გააკეთა. ეს შემოთავაზება მივიღე და გადავდექი ზუსტად მაშინ, მაგრამ გადადგომასთან ერთად მე განვაცხადე, რომ ერთი ადამიანის ერთი წვეთის სისხლი, ერთი წრემლი არის არც ერთ თანამდებობა და მე ვიცოდი რომ ამას მოყვებოდა სისხლის ზღვა მაშინ, ამას მოყვებოდა დაპირისპირება და მე არ მიღირდა არც ერთი თანამდებობა. სხვებისგან განსხვავებით დღეს, რომლებიც კაემსები გაუჭება, სულ ყველა მარტო პრეზიდენტი არ ყავს ხელმძღვანელობაში. კარგი. ყველა სკამსები გაუჭება და ყველა თანამდებობის შენარჩუნებას ფიქრობს. ერთი წამით არ მიფიქრია, არც თანამდებობის შენარჩუნება და არც კამის შენარჩუნება. დიდი მადლობა. ბატონო კახა, და ბოლო ერთი სიტყვით. ერთი სიტყვით ვიტყვი ერთ რამეს, ინგა. მე ერთი რამე მინდა გითხრათ. მე ჩემი ერისთვის, ჩემი ხალხისთვის არასდროს არ მიღალატია,
არასდროს არ უღალატებ რა სიტუაციაში არ უნდა მოხდე და უბრალოდ ნუ კადრულობენ ამ სიბინძურეს და ეს გოშიები ვიღაცები რო გამოდიან და არიან ერთთან ბავშვი და გინებაზე და ლანძღვაზე არიან გადასული ურჩევ მათი სატელიტი ტელევიზიის მეშვეობით შეეშვა ამ ლანძღვა გინებას და სისულელეს და საქმეს მიხედვამ და ქვეყანა გადაარჩინოს შეუძლია ქვეყანა მათი განცხადები დღეს ქვეყანა არც კი შეიძლება შეედაროს იმ ქვეყანას რომლის ყველაზე გავლენიანი მინისტრი იყავით თქვენ და ერთი სიტყვით კი თუ არა აპირებ ფული ჩადოს სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებაში აპირებ თუ არა ფული ჩადოს სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებაში კი ან არა და გემშვიდობებით რამზანეთ სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებაში აპირებ თუ არა ფულის ჩადებას ეს კითხვა აწუხებს ძალიან ბევრს დღეს და სისულელია ინგა არც მიმიღია მონაწილეობა პოლიტიკაში და არც ვაპირებ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას და უფრო მეტიც ამ ადამიანებს ჩემთან საერთოდ არ გქონიათ საუბარის კი ამ თემებთან დაკავშირებით ბატონო კახა ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა კი გაცხარდით მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე რომ თქვენთვის მომეცა სული 40 წუთი დიდი მადლობა მაშასე კახათ არ გამაძე აცხადებს ნამდვილად დამჭა ინგა იმის გამო რომ მე სამწუხაროდ ეს არის ტელეშოუ და აქ ვერ მოესწრება მთლიანად თქვენი მთელი მოღვაწეობის გაახივა თუმცა მეც მქონდა ძალიან ბევრი კითხვები უფრო კონკრეტული ვიდრე ჩამოგითვალეთ იგივე იმ გადაცემებზე კარგით და ფულის კეთება იყო ეს კორუფცია თუ ასე შემდეგ მე ვემშვიდობები კახათ არგამაძეს კარგად ზანდებოდე დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის მაშასე მან გააკეთა განცხადება რომ ლევან გაჩეჩილაძეს მიაწოდა ინფორმაცია მისი უსაფრთხოების თუ დაგეგმილი საფრთხის შესახებ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ უკვე გოკა გაბაშვილი იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი ჩვენ ვიცით მთელი ამ კვირის განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი ბრალდება რომელსაც კახათ არგამაძეს უყენებდნენ და მე მინდა ბატონ გოკასთან დავიწყო საუბარი ასეთი შეკითხვით თუ კი ამ ადამიანს ამ ყველაფერში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული გატაცებები კორუფცია ნარკოტიკები ბიზნესის არ ვიცი დატერორება პირდაპირ პოლიცია აკონტროლებდა ყველაფერს და ასე შემდეგ რატომ არ მოხდა საქმის აღძვრა კახათ არგამაძის წინააღმდეგ მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი კარიერა საკუთარი პოპულარობა სწორედ კახათ არგამაძესა და მის უწყების წინააღმდეგ ბრძოლაში მოიპოვა რამდენიმე წუთში ჩვენ გოკა გაბაშვილთან ერთად ბრუნდებით კახათ არგამაძის ნაირ ღირსეულ და პატრიოტთან ადამიანებთან ერთად ისევ ისე გაყოლებენ ამ ქვეყანას და ისევ ისე გაძარცვავენ როგორც ამას აკეთებდნენ წლების წინ ვინ გადაიღო ბერლინის სკანდალური შეხვედრის კადრები რეალურად და რა საფრთხეებს ხედავს კახათ არგამაძეში სააკაშვილის ხელისუფლება არის თუ არა დევნა და თვალთვალი ოპოზიციის ლიდერებზე და რა ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას მათი არგამაძესთან შეხვედრის თაობაზე მოусმინეთ გოკა გაბაშვილის პოლიტიკურ კვირაში კარგად ვიცით რომ გამყრელიძე და გაჩეჩილაძე ფულის საშონელად იყვნენ წასულები და ოპტიმისტური შეპირებებით არიან ჩამოსულები მათი კომენტარები დანაშაულზე წასწრებული ქურდების კომენტარებს გავს ეს იყო გოკა გაბაშვილის განცხადება მე მინდა დავიწყო თქვენთან საუბარი სწორედ ამ თემით თუმცა მანამდე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ რომელზეც იმედია მივიღებ თქვენგან პასუხს მე ეს შეკითხვა მას შემდეგ გამიჩნდა რაც უსმენდი პარასკევს ნინო ჯანგირაშვილის ეთერს ტელეკომპანია კავკასიაზე კახათ არგამაძე რომელიც გამოაცხადა ხელისუფლებამ კვლელად თაღლითად გაიძვერათ ყველაფერი ცუდის სიმბოლოც ამ გადაცემაში მე მოვისმინე რომ თურმე თქვენმა მამამ გერმანიაში როდესაც იგი იყო ელჩი ბატონი კოტე გაბაშვილი მას გადაუხადა კახათ არგამაძეს სიტყვასიტყვით ვიმეორებ ქორწილი გერმანიაში და მე მინდა ამაზე მივიღო თქვენი პასუხი რამდენადაც ვიცი ამ ქორწილს ესწრებოდი თქვენც მაშინ კარგი იყო კახათ არგამაძე და ეხლა ცუდი თუ როგორ გავიგო ცხადია ყველასთვის რომ ეს აბსოლუტური სისულელეა არავის არანაირი ქორწილი არ გადაუხდია კახათ არგამაძე 95-96 წელს ახალდანიშნული მინისტრი იყო და იმყოფებოდა გერმანიაში ვიზიტით. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯერ კიდევ მას დასავლეთში ხვდებოდნენ და იღებდნენ. გავიდა სულ 2-3 წელი შემდგომ და რაც მან მთები გაშალა საქართველოში, მე უკვე დასავლეთში მას ვიზიტები აღარ ჰქონდა და მხოლოდ რუშაილო და მსგავსი ტიპაჟები რუსეთიდან იყვნენ მისი მუდმივი პარტნიორები, იმიტომ რომ დასავლეთში თქვენ გესმით უკვე აბსოლუტურად გაფუჭებული ჰქონდა სახელი მას და მის უწყებას, იმიტომ რომ როგორც არაერთხელ აგვინიშნავს აქ ეს იყო ნარკობიზნესის, კონტრაბანდის, ყველანაირი უკანონობის, ადამიანების გატაცების, ადამიანებით ვაჭრობის ბუდე, რომელიც ყველამ იცოდა ნებისმიერმა დასავლურმა მისმა კოლეგა სამსახურმა, ნებისმიერმა პოლიციამ და ნებისმიერმა სპეცსამსახურმა, რომ ეს ხდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მფარველობის და ხელმძღვანელობის ქვეშ და პირადად კახათ არგამაძე იყო ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ეს სტრუქტურა ადამიანების გატაცების, ბანკში ყველანაირი უკანონო მოქმედებების, ნარკოტიკების შემოტანის, დაფასოების, ტრანზიტის და ვაჭრობის ეს მთელი სქემები ძალიან კარგად გვახსოვს ჩვენ რომ ამ ყველაფრის
სათავეში იდგა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც და სწორედ ამას გეკითხებით, ანუ ასეთ ბანდიტური ორგანიზაციის ხელმძღვანელს მოყავს ცოლი და ბერლინში კოტე გაბაშიმა მას გადაუხადა ქორწილი. მაშინ არ იყო იგი ბანდიტური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მე გიპასუხეთ, არანაირი ქორწილი არავისთვის არ გადაუხდია. მე გიპასუხეთ, რომ კახა თარგამაძე ახლად დანიშნული მინისტრი როცა იყო, ჯერჯერობით და ესე ფრთები არ ქონდა გაშლილი და ჯერ კიდე ჩაესვლებოდა გერმანიაში ვიზიტით. მას ჰქონდა ვიზიტი გერმანიაში, ჩვეულებრივად ჩამოვიდა გერმანიაში, მოსული იყო საელჩოში, ისევ როგორც ნებისმიერი ვიზიტი მაშინდელი ხელისუფლების მინისტრისა, თუ ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენლისა, რომელიც ჩამოვიდოდა ბონში, აუცილებლად მოვიდოდა საელჩოში. აი თქვენ ხა ბძანეთ, რომ იგივე პანკისი, მე სხვა შორის არ ვაპირებ ეხა კახა თარგამაძის დაცვას, მაგრამ ეს რაღაც სულელური ჭორი, რომელიც ეხა თქვენ ახსენეთ, მას შორის მაშინვე პრესაში ერთი-ორჯერ დაიბეჭდა და როგორც მახსოვს, მაშინვე თვითონ კახა თარგამაძენვე უარყო როგორც მახსოვს. კარგით, მე უბრალოდ ძალიან დამაინტერესა ამ ინფორმაციამ, როდესაც იგი მოვისმინე. წეხან თქვენ ამბობდით, მე ხა კიდე ერთხელ გავემეორებ, მე რასაკვირველი არ ვაპირებ კახა თარგამაძის დაცვას, მაგრამ ადამიანი, რომელიც როგორც თქვენ ბძანეთ, იყო ბანდიტური ორგანიზაციის ხელმძღვანელიო. სააკაშვილმა მთელი თავისი პოპულარობა მოიპოვა სწორედ კახა თარგამაძისა და მის სტრუქტურის წინააღმდეგ ბრძოლით. იგივე სოსუ ალავიძის სახლების სურათების ფრიალით, კახა თარგამაძის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. ჩვენ გვესმოდა, აი ახლაც გადის კადრები მარადიულად, ახალგაზრდა რეფორმატორი სააკაშვილი როგორ უპირისპირდებოდა პოლიციას და უცბად მოხდა რა. კახა თარგამაძე ისე წავიდა საქართველოდან, რომ ვარდების ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღძრა მის წინააღმდეგ. რა არის ეს ბუა გამოყავთ თარგამაძისგან, როდესაც საჭიროა პოპულარობა მოიპოვოს ვინმე, მასზე უნდა მოიპოვოს და როცა აღარ არის იგი საფრთხე, არ იჭერთ, საქმეს არ აღძრავთ. ეხა ისევ საჭირო გახდა ვთქვათ პოლიტიკური ბრძოლისთვის და ისევ გააქტიურდა. ბატონო, აქ არ არის არც ბუას გამოყვანაზე, აქ არის ლაპარაკი არის პოპულარობის მოპოვებაზე და თავის დროზე სააკაშვილი და ბევრი სხვა ბატონი ზურა ახსენე, შვანია, გია ბარამიძე, მთელი ეს პოლიტიკური გუნდი, ვისაც ახალგაზრდა რეფორმატორებს მაშინ ჩვენ უწოდებდით და იყვნენ კიდევაც ახალგაზრდა რეფორმატორები და რეფორმების მომხრეები იყვნენ მაშინდელ ხელისუფლებაში და თქვენ მაშინ გახსოვთ რომ აი ხელისუფლების შიგნით რომელიც არსებობდა იყო ყველაზე დაუნდობელი ბრძოლა ანუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ესეთი მწვავე ბრძოლა არ იყო როგორც ხელისუფლების შიგნით იმიტომ რომ ერთი გუნდი იყო თქვენ ახსენეთ კახა თარგამაძე და კიდე რამდენიმე ოდიოზური მინისტრი და მთელი ჯგუფი იყო პოლიტიკური რომელიც იყო აბსოლუტურად რეტროგრადიული, პრორუსული დაჯგუფება, რომლის მთავარი ინტერესი იყო ბიზნესების ექსკლუზიური კონტროლი საქართველოში, მაქსიმალურად ფულის კეთება ხალხის ხარჯზე და არანაირი შეხება, ასე ვთქვათ, არანაირ დემოკრატიულ განვითარებასთან ქვეყნის. ოპონენტი რომ გეცოდათ, რომ ზუსტად იგივე ბრალდებებს დღეს გიყენებენ თქვენ. ეს იყო ბიზნესის ტერორიდან დაწყებული დემოკრატიული ეს იყო კლასიკური კლანი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ვინ ებრძოდა ყველაზე აქტიურად ამ კლანს. ზუსტად ამ კლანს რომელიც აკონტროლებდა აბსოლუტურად ყველა ბიზნესს დაწყებული სიგარეტი, ნავთობპროდუქტები, დაზღვევა და აბსოლუტურად უკანონო ბიზნესები, ადამიანების ვაჭრობა და გატაცება, ნარკოტიკები და ასე შემდეგ. აი ამ პირამიდის მაკონტროლებელი იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ პირამიდის მაკონტროლებელი იყო კახა თარგამაძე და რა თქმა უნდა რეფორმატორები მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ეხლა მე მართალი გითხრათ, რატო არ აღუძარით საქმე ეს ეხლანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად მიმაშინია შესტომათ, იმიტომ რომ მიუხედავად რომ კახა თარგამაძე ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე წავიდა საქართველოდან, საერთოდ გავიდა მოქალაქეობიდან და გახდა რუსეთის მოქალაქე. როგორც ჩანს, ჩაითვალა რომ რახანის რუსეთის მოქალაქეა და უკვე ჩაბარდა ოფიციალურად იმ პატრონს, რომელზეც მანამდე არაოფიციალურად მუშაობდა და ჩვენ სამართალდამცავ უწყევს, ისეაც არ მიუწვდებოდა ხელი, ასე ვთქვათ, მის სამართლებრივ დევნაზე. ეს საქმე არ აღიძრა. ეს არის შესტომა, ამაში ეხა რაღაც ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ძალიან ცნობილი დაპატიმრებები. შევარდნაძის დროინდელი ყველა იმ ჩინოვნიკისა, რომლებსაც შემდეგ ფული გადაახტევინეს, დიდი ფული, გაანთავისუფლეს, მაგრამ ისინი ყველანი დაიჭირეს. სააკაშვილი არ შეეხო თარგამაძეს. გაასტრო, ლევან მამალაძემ გაასტრო და წავიდა ქვეყნიდან ძალიან დიდი სიმდიდრე წაიდა კახა თარგამაძემ როგორ გაასტრო? მის განცხადებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა, რამდენადაც ვიცი, რომ მანუარი თქვა მოქალაქეობიდან გასვლას და არანაირი იურიდიული უფლება რომ მოქალაქეობის გასვლაზე თხოვნას ხელი არ მოაწერა, არასდროს მოქალაქეობიდან გასვლას მოაწერა. კი, მაგრამ თუ კი ადამიანს ამდენი დანაშაული აქვს საკუთარ ქვეყანაში ჩადენილი, არ უნდა მოხდეს მისი პასუხისმგებლობაში გადაცემა. მართლა მაინტერესებს. მისი თავარი პასუხისმგებლობა მისი არის ამ ქვეყნის ხალხის, ამ ქვეყნის მოქალაქეების, ამ ქვეყნის ცხოვრები ნებისმიერი ოჯახის წინაშე. როცა მისი მეთაურობით, მისი კლანი და მასთან გარიგებული ის მაშინდელი თქვა პოლიტიკური მოკავშირეები, რომელსაც თუმცა დღესაც მისი პოლიტიკური მოკავშირეები არიან. გამყრელიძე, გაჩეჩილაძე
მაშინ იყო ეს პარტია ახალი მემარჯვენეები, სწორედ თარგამაძის ძალიან აქტიური მონაწილეობით იყო დაფუძნებული. ეს ადამიანები რას აკეთებდნენ? ჩვენ ქვეყანაში შუქი არ იყო, იმიტომ რომ ესენი ამათ ხელში იყო ყველაფერი და ის შუქი, რომელიც დღეს თქვენ ნათურებში ანათებს, იყიდებოდა თურქეთში და ეს ამ ფულს იდებდნენ ჯიბეში. ბიუჯეტი რატო არ ივსებოდა და კატასტროფა იყო 600 მილიონი იყო მთელი ქვეყნის ბიუჯეტი. იმიტომ რომ ელემენტარულად ამ ფულს ჯიბეში იდებდნენ. ნავთობპროდუქტების განბაჟება, ტეხას მოტრები, ნებისმიერი ბიზნესი, ნებისმიერი სფერო საზოგადოებრივი მოღვაწეობისა ამ ერთ კლანს ჰქონდა მონოპოლიზირებული და ჩვენ კარგად გვახსოვს მაფიოზური ომები, თავდასხმები, კლანებს შორის ომებიც იმართებოდა ხოლმე. არა, იცით რა, მოდით მაშინ ახლა შეგედავთ. სიგარეტის ბიზნესი და ასე შემდეგ. ბიზნესის ტერორზე ვარდების ხელისუფლებას ედავებიან ყველაზე აქტიურად. ანუ მე იმას კი არ ვამბობ, რომ იმ დროს არ ხდებოდა, მაგრამ რასაც თქვენ ებრძოდით. არა, დღეს ნებისმიერი თქვენი ოპონენტი შეგახსენებდათ, რომ იგივე ბიზნესს აქვს უზარმაზარი პრობლემებიო შეექმნა თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ამას არ გეკითხებით, მე გეკითხებით, რომ რატომ არ აღიძრა ამ ადამიანის წინააღმდეგ თქო საქმე, თქვენ არ მპასუხობთ. ამ ადამიანის წინააღმდეგ საქმე რო არ აღიძრა, მე არა ვარ იურისტი და მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ის სხვა ქვეყნის მოქალაქეა, საქმე მაინც უნდა აღძრულიყო. და ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ვფიქრობ, რომ ადამიანი წავიდა ქვეყანა დატოვა და არასოდეს ამ ქვეყნის საქმეებში აღარ ჩაერევა და ასე ვთქვათ, არაფორმალურად აპატიო იმას, რაც ყველაფერი გაკეთებული აქვს, ეს არასწორია, იმიტომ რომ ჩაერევა, ასეთი ადამიანები ყოველთვის იზრუნებენ რევანშზე. ასეთი ადამიანები თავის ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, როცა კახა თარგამაძე მინისტრი იყო და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოლეგიას ატარებდა და ნახეთ ჩვენ ეს კადრები გავიხსენეთ გუშინ და გუშინ წინ როგორ ატარებდა საქართველოს და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროები ერთობლივად კოლეგიას. ადამიანი, რომელიც ნახეთ კომენტარები იმ გატაცებული ბიზნესმენების და მათი პარტნიორების და ამ ფირმების, როცა ადამიანებს გამოხსნაში ნებართვა ჭირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმიტომ რომ წაყვანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ამ ადამიანებზე ბუნებრივია, მე ვფიქრობ, რომ უნდა საქმე აღძრულიყო და ვეთვლი, რომ კახა თარგამაძე ბუნებრივია საქმე უნდა აღიძრას, მაგრამ ამაში ეხლა არ არის საქმე. საქმეა იმაში, რომ იმაზე ვიდრეს მე და თქვენ ეხლა დავობთ, საქმე უნდა აღძრულიყო თუ არა. და პრინციპში ვთანხმდებით, რომ უნდა აღძრულიყო. ჩემთვის და თქვენთვის ეს არის ადამიანი, რომელზეც საქმე უნდა აღძრულიყო და დავობთ იმაზე, საქმე უნდა აღძრულიყო თუ არა. მაგრამ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისთვის, რომელიც ლაპარაკობს სწორედ თავისუფლებაზე, ლაპარაკობს ადამიანის უფლებებზე, ლაპარაკობს ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს ადამიანი მაშინაც პარტნიორი იყო და ეხლაც პარტნიორია. ლევან გაჩეჩილაძე. მაშინ მე შეგახსენებთ, რომ იმ დროს, როცა თქვენ ამბობთ, რომ იგი იყო კახა თარგამაძის პარტნიორი, სულ ცოტა ხნით ადრე იგი იყო სააკაშვილის პარტნიორი. ლევან გაჩეჩილაძე იყო სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელი და როდესაც შემდეგ უკვე ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მას ეძახა ოლიგარქი, მერე გახდა ისიც ცუდი ბიჭი და მაშინ კარგი იყო. მოდით ახლა ჩვენ თუ ვიხსენებთ იმ არა, მოდით მაშინ ბოლომდე პერიოდს, მოდით მაშინ ბოლომდე გავიხსენოთ ბოლომდე. მართლა გავიხსენოთ ბოლომდე. მოქალაქეთა კავშირი იყო ესეთი კონგლომერატი, აშკარად გამოუკვეთა. მოქალაქეთა კავშირის ისტორიას ეხა ვერაფრით ვერ გავიხსენოთ. მოდი ბოლომდე გავიხსენოთ, ხო თქვით რომ ბოლომდე გავიხსენოთ. მოქალაქეთა კავშირი იყო ესეთი უცნაური კონგლომერატი, მე სხვა შორის მოქალაქეთა კავშირის წევრი არასოდეს არ ყოფილვარ და პოლიტიკაში მივედი მას შემდეგ, რაც ზურაჟვანია წავიდა ოპოზიციაში და გაერთიანებულ დემოკრატებში მივედი, მაგრამ მოქალაქეთა კავშირი იყო ესეთი უცნაური კონგლომერატი. იქ იყო ახალგაზრდა, დასავლეთზე ორიენტირებული, განათლებული ადამიანების ჯგუფიც, რომელიც იბრძოდა პროგრესისთვის. ამ ჯგუფის ლიდერებიც ძალიან კარგად მახსოვს, ზურაჟვანია, მიშა სააკაშვილი და ისინი, ვისაც მაშინაც მე როგორც რიგითი მოქალაქე მხარს უჭერდი, მაგრამ თავარი პრობლემები ასევე მოქალაქეთა კავშირთან მქონდა, მეც და თქვენს და ალბათ ყველას. იმავე პარტიის წევრი და იმავე პარტიის ნაწილი იყო აი ზუსტად ეს ოდიოზური ფიგურები, სწორედ ეს მაფიოზური კლანები, რომლებიც დაკავებული იყვნენ ქვეყნის ყოლებით და მთავარი ბრძოლა მიდიოდა ამ ორ ჯგუფს შორის და სწორედ მოქალაქეთა კავშირის დანგრევა და დაყოფა მოხდა მას შემდეგ, რაც ეს ბრძოლა აბსოლუტურად გამწვავდა. თუმცა ამ დანგრევასა და დაყოფაზე თქვენ ალბათ უსმედით წეგან კახა თარგამაძე ამბობდა. როცა ეს გამწვავება მივიდა პიკამდე, აი ამ რეტროგრადების და კორუმპირებულების კლანმა მოახერხა რომ შეექმნათ ახალი პარტია და ზურაბჟვანი ახალი მემარჯვენეები და რეტროგრადები. რატომ არიან კორუმპირებულები და რეტროგრადები ახალი მემარჯვენეები? დავით გამყრელიძე რატომ არის რეტროგრადი? რატომ არის ლევან გაჩეჩილაძე? იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები არიან. იმიტომ რომ
ჩემი ოპონენტები არიან არა, იმიტომ იყვნენ ისინი კახა თარგამაძეს მხარეს და იმიტომ შეუქმნეს მათ კახა თარგამაძეს პარტია, რომ ებრძოლათ ზურაბ ჟვანიასთან, მიშა სააკაშვილთან და ასე შემდეგ. და ებრძოლათ უნდა არა იმიტომ, რომ კახა თარგამაძეს იდეები მოწონდათ, ეხლა ამ კაცის იდეები როგორ შეიძლება მოგწონდეს, ხო? ნახევარი საათი უსმენთ ეხლა ტელევიზიით. ეს ადამიანი იყო კრიშა დათო გამყრელიძეს ბიზნესის. ეს ადამიანი იყო ადამიანი, რომლის მეშვეობითაც დათო გამყრელიძეს ჰქონდა საშუალება გაესქელებინა ჯიბე. ჯიბეს როგორ ისქელებდა ეხლა? ტეხას მოტრი, სავალდებულო ბეჭედი ჭირდებოდა ყველას, ვისაც ყავდა მანქანა საქართველოში. ამ ბეჭეს ურტყავდა ალდაგი და ამ წილს ოფიციალურად იყოფდნენ კახა თარგამაძე და დათო გამყრელიძე. აი ამიტომ ქალბატონო ინგა და არა იმიტომ, რომ კახა თარგამაძე იყო ესეთი იდეები დახუნჯული ალდაგიდან მოსული დავით გამყრელიძე არანაირი დისკომფორტი არ ყოფილა მაშინ იგივე არც პრეზიდენტისთვის, დღევანდელი პრეზიდენტისთვის, არც იგივე არც გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასთვის და სხვებისთვის, როდესაც ისინი ახალ სახეებას გამოაცხადდნენ. არც გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და ჩემი ძალიან ახლო მეგობრის შეცდომაც, ალბათ მიხეილ სააკაშვილის შეცდომაც და ყველა შეცდომა იყო ის, რომ ეს ადამიანები არიან მზად ჩაეწერონ ამ ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდში და მათთან ერთად რეფორმებზე იმუშაონ. ეს ადამიანებმა, ამ ადამიანებმა არჩიეს თავის პირადი ინტერესების ლობირება საქვეყნო საქმეზე და თავის პირადი ინტერესების ლობირება რაში გამოიხატება. აი რაზეაც მიხეილ სააკაშვილი ეუბნებოდა 98 წელს გახსოვთ პარლამენტის თომაზე რო ეუბნებოდა თქვენი პირადი ინტერესების ლობირება. აი ის იგულისხმება დღესაც. არაფერი არ შეცვლილა. უკაცრავად ამას სწორედ შეკითხვას თუკი მას ჰქონდა ეს ინფორმაცია პირადი ინტერესებზე. რატომ იყო მაშინ ლევან გაჩეჩილაძე მისი შტაბის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დამიზნებული ვაჟა ლოთქიფაინძე. კახა თარგამაძე რომელსაც ბევრად უფრო მეტი ამბიციები ჰქონდა. მოდი დღევანდელ მათ შემადგენლობას მიერთებული ბადრი პატაკაშვილი რომელიც ჩამოვიდა. დათო გამყრელიძე, ლევან გაჩეჩილაძე პირსახოცებით იკრიბებოდნენ ხოლმე და თავის პოლიტიკურ მოქმედებებს გეგმავდნენ. ეს ჩვენი ბოლო 5-6 წლის განმავლობაში დაგვავიწყდა და დაგვავიწყდა იმიტომ, რომ ჩვენ წარსულს არასოდეს არ ვანიჭებთ უპირატესობას წარსული უხსენოთ ერთად. ეს წარსული ჩვენ გაგვახსენეს. ერთი კვირის წინ თავად ლევან გაჩეჩილაძემ და დავით გამყრელიძემ. ლევან გაჩეჩილაძე გამოდის. ბატონო გოკა. ლევან გაჩეჩილაძე გამოდის. აცხადებს შეხვედრა კახა თარგამაძესთან. მოდი მაშინ მიპასუხო. მე ვიყავი უცხოეთში იმისათვის რომ ჩამოვიტანო. კი, მაგრამ ეს ადამიანი ამბობს რომ ეს ხებთანაც მქონდა შეხვედრა ერთი წუთით. ამის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე არავის არაფერს საჯაროდ არ ეუბნება რომ შეხვდა კახა თარგამაძეს. ამის მერე ჩვენ ვიგებთ რომ კახა თარგამაძე რომელიც მისი პარტნიორი იყო, რომელთან ერთადაც ისინი მოღვაწეობდნენ და რომელიც არის რუსეთში წასული და მართლაც რუსეთში მჯდომია ესე კრემლის ფონზე. თქვენ ახლა ჯერათ რომ რუსეთის ინტერესების გამტარებლები არიან ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე. მე მჯერა რომ ისინი საკუთარი ჯიბის გამტარებლები არიან და ამ ჯიბის ინტერესების გასახარებლად რუსეთს კი არა, აგერ კახა თარგამაძეს თანამშრომლებიან და ბატონო გოკა, კახა თარგამაძეს ჩვენ შევხვდითო ინფორმაციის მისაღება და ძალიან სერიოზული ინფორმაცია მოვისმინეთ ჩვენ. კახა თარგამაძე მხარო მე უსაფრთხოების თემაზეც ველაპარაკეო ლევან გაჩეჩილაძე. ორი პოლიტიკური ლიდერი ჩამოსვლის მერე აცხადებს რომ ფულის ჩამოსატანად იყვნენ ქვეყანაში, ძალიან დაიმედებულები რომ არავინ არაფერი არ იცის სად იყვნენ. და არავის არაფერს არ ეუბნებოდნენ. მას შემდეგ რაც ჟღავდება, სადაც იყვნენ. ვისაც შეხვდნენ, მას შემდეგ რაც ჟღავდება მათი თქვენ გჯერათო? მაშინ მიპასუხეთ, თქვენ გჯერათ რომ ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე არიან ისეთი უნიჭოები, იმდენად მიუხვედრელები, იმდენად გაუთვლელები, რომ ისინი ვერ მიხვდნენ რომ ბერლინში, კემპინსკიში, სხვა ჩვენ ერთი წუთი თქვენ ყველაზე კარგად გეცოდინებათ რომ იქ ძალიან ბევრი ქართველი ერთი წუთი დავასრულებ. იქ ძალიან ბევრი ქართველი იყრის ხოლმე თავს, რამდენადაც მე ვიცი, იმავე სასტუმროში. ამ ადამიანებს რომ ზდომოდათ რაღაც კონსპირაციული შეხვედრა ისე ვერ შეხვდებოდნენ კახა თარგამაძეს. მით უმეტეს რომ იციან როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ, სადაც მათზე უეჭველად იქნებოდა თვალთვალი. არ შეხვდებოდნენ ჩუმად, ასე სახალხო დღია, დღისით, მზისით. რატომ შეხვდნენ? ფიქრობთ რომ ასეთი გაუთვლელები არიან რომ ვერ მიხვდნენ? თუ უბრალოდ არაფერი ქონდათ მათი აზრის დასამალი. პასუხი ხა ესე როგორ შეხვდნენ გაუთვლელად და ღიად ეხა ჯერ ღიად არ შეხვდნენ, ბერლინში შეხვდნენ. ესენი არ შეხვედრიან ერთმანეთს თბილისში და კი, მაგრამ საზოგადოებას ეს შეხვედრა დაუმალეს და ეხა ეს შეხვედრა ჩაწერილი რო არ ყოფილიყო კაცშვილი ვერასოდეს ვერ გაიგებდა რომ ესენი ერთმანეთს შეხვდნენ. სხვა ჩვენს ამ ჩაწერაზე გამახსენდა თვალთვალია ოპოზიციის ლიდერებზე დაწესებული თუ როგორ არის? მე ხა ეს სადაც ისინი ფეხს გადაადგამენ ყველაფერი ფიქსირდება. მე ეს კადრები ვნახე YouTube-ზე. გჯერათ ეხლა რომ ეს არ არის უბრალოდ ვინმე ნებისმიერი ვერსია შესაძლებელია დაწყებული იმით რომ ვიღაცა ქართველმა ეს ძალიან ცნობილი ადამიანები ამოესწრო და ჩაეწერა აქეთ დაწყებული დამთავრებული რომ ქართულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული არა იქ სხვადასხვა შეხვედრის დეტალები იყო და ეს ვიღაც უცნობი ქართველი რომელმაც ამ საიტზე
იცოდე დადო ესე როგორ დაძდევდა მას არ უნდა ამას კონსპირაცია არ გამოვრიცხავ რომ ჩვენ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ადამიანებმა ჩაწერა ეს ხო არ არის ბიზაშვილების კი მაგრამ რატომ იყო დანაშაული კახათ არგამაძესთან ლევან გაჩეჩილაძეს და დათო გამყრელიძეს არავინ არასოდეს არ ჩაწერს თუ ისინი ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედებაში ჩართულ ადამიანებს არ შეხვდებიან თუ ისინი შეხვდებიან კახათ არგამაძე შაქრო კალაშოვს და FSB-ს გენერლებს და ქვეყნის დანგრევაზე დაუწყებენ ლაპარაკს შეიძლება ჩაწეროს კახათ არგამაძესთან შეხვედრაზე საუბრობთ გასაგებია მე მესმის მაგრამ პირველი განცხადება გააკეთა ქალბატონო ინგა რომ თავი ეტკინა ლევანს და ამის ანახავად ჩავედიო ეს ახლა იყო არასერიოზულად ნაცნობი განცხადება ის სერიოზული იყო რომ კახათ არგამაძეს ბერლინში შეხვდნენ იმისათვის რომ კახას უნდა ბერლინში მოეყოლა ამათვის რომ პუტინს უთქვია რომ სააკაშვილთან ბრძოლა არ გაბედოთო აი ამ ინფორმაციის მისაღებად რომ შეხვდნენ ეგ გჯერათ ანუ თქვენ უარყოფთ ინფორმაციას რომ ქართულ ბიზნესმენებს კრემლმა აუკრძალა დავით გამყრელიძემ გაახმოვანა ეს განცხადება დააფინანსონ ოპოზიცია იმიტომ რომ მათ აწყობთ სააკაშვილი ფული კი არა ფულს ძალიან ბლომად აძლევენ რამდენსაც საჭიროა თვითონ FSB-ს და ქართულ იქ მოღვაწე ქართველი FSB-სთან შეკრული ბიზნესმენებიც მაგრამ ფული კი არა ადამიანების დეპორტაციას არ მოერიდა ხალხი ეკონომიკურ ემბარგოს და პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას იმისათვის რომ დასავლური და დასავლეთზე ორიენტირებული სააკაშვილის რეჟიმი დაემხოდა. ერთი კითხვა მინდა. თქვენ გონიათ მართლა სერიოზულად რომ ჯერ ესეთი კახათ არგამაძე რომელიც ახლა აშკარად მოსკოვის ინტერესს ეთერში გითხათ ახლა ადამიანმა 15 წუთის წინ რომ ნუ მათქვევინებ ხო იცი ვისი მოქალაქეც ვარ და ვისი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ თქვენ გითხათ ეთერში ადამიანი რომელიც მოსკოვში ზის ადამიანი რომელიც არის უახლოესი მეგობარი რუშაილოვში ადამიანი რომელიც ერთობლივი კოლეგია ქონდა სტიპაშინთან ადამიანი რომელიც კი მაგრამ ადამიანი რომელიც არის რუსეთის მოქალაქე ადამიანი თუნდაც რომელიც არის კახათ არგამაძე თუ კი იგი არის სერიოზული ინფორმაციის მატარებელი სერიოზულ ოპოზიციურ ლიდერს აქვს თუ არა უფლება რომ თავად განსაზღვროს შეხვდეს თუ არა მას ინფორმაციის მატარებელია კახათ არგამაძე კახათ არგამაძესთან შეხვედრა ახლა ამ ხალხის სანახავად დანაშაული იყო ეს არა დანაშაული კრემი ადამიანი რომის წინააღმდეგაც კი არ არის საქმე აღზრული რატომ არის დანაშაული რომ კრიმინალი ამ კრიმინალი შეიძლება არ არის მაგრამ კრიმინალი არ არის უზნეობა არა რატომ არის უზნეობა თუ კი მათ აინტერესებდათ ინფორმაციის მიღება რასაკვირველია როცა შენ ლაპარაკობ ქვეყანაში ამბობ რომ ხარ დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი როცა შენ ლაპარაკობ ადამიანის უფლებებზე როცა შენ ლაპარაკობ ბიზნესის თავისუფლებაზე და ამ დროს მალულად ისე რომ არავის არაფერს არ ეუბნები და შენივე კოლეგებს არ ეუბნები მიდიხარ კონტაქტების განსაახლებლად თუ არსებული კონტაქტების გასაგრძელებლად და დასაფინანსებლად კახათ არგამაძესთან როცა ამისთვის მიდიხარ ადამიანთან რომელიც დაწყეული ჩხილების დაძრობით და ორმოში ადამიანების ჩაგდებით ნაშოვნი ფული დამთავრებული მთელი ჩემი თაობის ნემზე დამთავრებული ამდენ ბინძურ ფულში არის გახვეული და ამის გეიმედება და ამასთან ხარ შემკროლი უზნეობაა და ეხა იურიდიულად კრიმინალია თუ არა ქალბატონო იგა თქვენ განსაჯეთ იცით რა ბატონო გოკა როდესაც თქვენ საუბრობთ ამ რუსულ ინტერესებზე თქვენი მოწინააღმდეგეების პასუხი ერთი წუთით უნდა დავასრულოთ არის ასეთი გახსენებენ რომ მთავრობაში ყავთ რუსეთის მოქალაქე მინისტრები ბენდუკიძე ვაშაძე არა ერთი წუთით უნდა დავასრულო თუნდაც შეგახსენებთ ვარდების რევოლუციისას და შემდეგ აჭარის რევოლუციის დროს ივანოვი ორჯერ ჩამოვიდა ორჯერ ჩაერია ამ ქვეყნის საქმეში ანუ პირდაპირ იყო თუ არა მაშინ იგივე რუსეთის უშიშროება თავის გავლენის აგენტები წაიყვანა ხო და ამაშია თავის გავლენის აგენტები როდესაც საჭირო არის ამხან შეიძლება თანამშრომლობა თავის გავლენის აგენტი აღიჩნეთ ახლა თავის გავლენის აგენტი ასლანაბაშიძე გაარედეს წაიყვანეს და ახლა მოსკოვში ყავდა თბილად აყავთ თავის გავლენის აგენტი კახათ არგამაძე ახლა ყავდა 15 წუთის ეთერში იქ აყავთ ყველა ქართველი ქურდი რომელიც საქართველოს გაყარა აქედან ქურდების კანონის შემდეგ რომელიც სხვა შორის დათო გამყრელიძემ ხმა არ მისცა გახსოვთ დათო გამყრელიძის კამპანია ქურდების კანონის წინააღმდეგ როგორ უნდა მიეცა ამ კანონის წინააღმდეგ კარგით ეს მთელი ადამიანები ეს მთელი ხალხი მოსკოვში დაბუდებული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი კასტაა და ამ კასტას რო აქ ესეთი ღია და ესეთი მჭიდრო კავშირი ქართული ოპოზიციის ლიდერებთან ეს სირცხვილია და კრიმინალი არის თუ არა თქვენ კი მაგრამ იგივე კრიმინალებზე როდესაც საუბრობთ მე არაერთხელ მსმენია იგივე თუნდაც სააკაშვილის მხრიდანაც ხდებოდაო თქვათ იგივე შეხვედრები და მაგალითისთვის მარტო იგივე ტარიელონიანზე არაერთხელ გექნება თქო მოსმენილი ასეთი ინფორმაცია ტარიელონიანის და მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლებს არ ხსენია თქვენი ოპონენტების მხრიდან ეხა მაგი კი არა იმდენ რამეს იგონებენ ეხა ეს ჯგუფი რომელიც 1000 პროვოკაციას და წყვილს იგონებენ ტარიელონიანი საქართველოსთან გაიქცა თავის ყველა ქურდებიანა მოსკოვში ზის და იგივე კახათ არგამაძესთან და იგივე ამ ოპოზიციის ზოგიერთ წყაროს თქვენ ამბობთ რომ ოპოზიციის ლიდერები რუსულ ინტერესებს ატარებენ ოპოზიციის გარკვეული ლიდერების ჯგუფი ჩემ და სამწუხაროდ ამ განახლებული თუ მიმდინარე კავშირების საშუალებით გაჩეჩილაძე და გამყრელიძეც ფინანსდებიან კრიმინალური
რუსული ფულით მათი ძალიან გიყვართ ესეთი ტიპის განცხადებები ბატონო გოკა ეხა გამახსენდა რომ სულ ცოტა ხნით ადრე თქვენ ნინო ბურჯანაძეზე გააკეთეთ ესეთი განცხადება რომ აი ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე თურმე იღებენ რუსეთიდან შემოსულ კრიმინალურ ეხა თურმე როდისმე დაინტერესდით ვინ არის მამთაჟი ბატონო მამთაჟი ვინ არის დაინტერესდით მას მე არ ვიცი ხა მაგრამ მას დაინტერესდით ვინ არის მამთაჟი რომელსაც ბადრი ბიწაძე ხვდება მითხარით ვინ არის მითხარით მამთაჟი არის შაქრო კალაშოვის კასირი ასევე კანონიერი ქურდი და შაქრო კალაშოვის კასირი ხვდება კიევში ბადრი ბიწაძეს დაინტერესდით ათო გააქვთ თქვენ ამის დამადასტურებელი ტელევიზორში თქვენ არა გაქვთ არა ერთი წუთით დამადასტურებელი მტკიცებულებები რომ ნინო ბურჯანაძეს აქვს კრიმინალური ფული თქვენ არა გაქვთ ნანახი მოდით ერთი წუთით თქვენ არ დაინტერესდით მამთაჟი ვინ არის მე გეუბნებით ვინ არის კარგით მიღებულია თქვენი ინფორმაცია მე გეუბნებით კახათ არგამაძე ვინ არის მე გეუბნებით ტარიელონიანი ვინ არის და მე გეუბნებით რომ ამ ადამიანების ძალიან მჭიდრო კონტაქტი აი ესეთი ბერლინში კი ბოლოში მართლაც დაინახა ეთყობა გამყრელიძემ რომ გამოიხედა კამერაში მართლა დაინახა დავასრულოთ უნდა გათამაშება ეს ყველაფერი ეხა ცხადია ეს ყველაფერი ეხა ცხადია და ეს ყველაფერი არის ხალხის სამჯაროზე გამოტანილი მე ერთი კითხვა მინდა დაგისვა კარგად გაირკვევა ყველა იგივე ნინო ბურჯანაძემ სხვათა შორის გააკეთა განცხადება რომ თქვენ წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს აი ამ განცხადებების გამო მე უნდა დავასრულო ზუსტად ერთი წუთი დაგვრჩა და მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ ისევ კახათ არგამაძესთან დაკავშირებით ეხლა მაინც ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება სისხლის სამართლის საქმეს აღძვრას თუნდაც იგივე მტკიცებულებები არ არისო რის საფუძველზე უნდა აგვეძრავ ეხლა გამახსენდა იგივე ამას წინათ საუბრობდით მაგალითად იგივე მერაბ ჟორდანიას შემთხვევა ხო როდესაც პირდაპირ წაართვეს მას და სხვა მფლობელებს იგივე დინამო სხვადასხვა ფაქტები კრიმინალური ფაქტები გატაცებები ეს დინამო გაგიხსენეთ იმიტომ რომ თქვენ იყავით უშუალოდ სპორტის მინისტრი და თქვათ იგივე ინფორმაციაც გექნებოდათ თუ კი არსებობდა კორუფციაზე ფაქტები არსებობდა ნარკოტიკებზე როგორ შეიძლებოდა რომ ეს ადამიანი დღეს ასე თავისუფალი ყოფილიყო არ შეიძლებოდა გეთახმებით დააპირებთ რომ რაღაც მე არ ვიცი მე არა ვარ საერთონდაცავი ქალბატონო ინგა მე გეთახმებით არ შეიძლება რომ ეს ადამიანები არ გაჩერდებიან ეს რევანში არ შეწყდება ესენი ფულს გავლენას აი პირად კონტაქტებს რომ ამბობს რუშაილოებს კალმაგოროვებს FSB-ს ყველაფერს გამოიყენებენ იმიტომ რომ ამ ადამიანებს უნდათ ეს ქვეყანა ლუკამათ რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა იყოს უფულო გამათხოვრებული უშუქო გაღლეტილი და იყოს რამდენიმე ოლიგარქი თავის ვილებში წამოწოლილები და გაყოფილი ქონდეთ ნაწილებად ეს ქვეყანა. გააქვთ კიდე სხვა მასალები სხვებთან შეხვედრაზე უნდა დავასრულოთ ზუსტად დიდი ლოზუნგით რომ დადიან შეცვალე. შეიძლება როდესმე ეს ხელისუფლება ვინმე შეცვალოს, მაგრამ შეგცვლიან ჩვენზე ჭკვიანები, ჩვენზე ინტელექტუალურები და ჩვენზე პატრიოტები. ესენი ვეღარ შეგცვლიან. გარწმუნებთ ამაში. კიდევ გაქვთ მასალები თქო, კი ან არა მითხარი. მე არანაირი მასალა არ მაქვს. მე უკვე ნანახ მასალებს თქვენსავით უყურებ მასალებს, უბრალოდ ჩემი ორ ანალიზს უკეთ. თუმცა მე ბატონ გოკას ვემშვიდობები ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობაზე. იგივე ოპონენტები ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება საუბრობს ხოლმე ამ წარსულ ფაქტებზე, სწორედ იგივე ტიპის ბრალდებებს უყენებენ, რომ როდესაც საუბარი არისო ბიზნესზე, როდესაც საუბარი არის ადამიანების მკვლელობაზე და ასე შემდეგ, თქვათ მათი ოპონენტების განცხადებით, დღესაც სწორედ ეს არისო ის მთავარი ბრალდებები, რომელიც მათ აქვთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ მოვისმინეთ გოკა გაბაშვილის განცხადება, იგი ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერები ბერლინში ჩასულები, რომლებიც ხვდებოდნენ თარგამაძეს, ერთგვარად რაღაცნაირად რუსულ ინტერესებთან იყვნენ შეხებაში. ვნახოთ რა პასუხს გასცემენ უკვე დავით გამყრეიძე და ლევან გაჩეჩილაძე. მე მათ უახლოეს პერიოდში შევთავაზებ, ჩემი გადაცემის სტუმრები იყვნენ. თქვენ კი გადაგიხდით ძალიან დიდ მადლობას, რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენთან ერთად გადაცემაში. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.